მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სტუმრად ყავს ბატონი ვასილ პაპავა. ბატონო ვასილ, დიდი მადლობა ქრისტიანს და უპირველესად. Შეშმარიტად, გამარჯობა. ბრავლას დაესწარით თქვენ ოჯახთან ერთად და ბატონო ვასილ, მოხარული ვარ, რომ თქვენს შემჭიდროებულ გრაფიკში მოახერხეთ და ჩამერთეთ თბილისიდან და თემა ბუნებრივია ახლო აღმოსავლეთი და კონკრეტულად ინარი. მაყურებლებისთვის შევახსენებ, რომ ბატონი ვასილი ბრძანდება პროფესიონალი ირანისტი, ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი. ბატონო ვასილ, პირველი შეკითხვა. ესე იგი, მოლოდინი იყო იმისა, რომ თითქოს ყველაფერი განელდებოდა და სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ირანმა კვლავ გამოაცხადა ჰორმუზის სრუტის დახურვა. ამას მოყვა ამერიკის პრეზიდენტის მკვეთრი რეაქცია და რას უნდა ველოდოთ ახლა? აი ეს მიმდინარე მოვლენები განვიხილოთ და შემდეგ უკვე ძირეულ საკითხებზე გადავიდეთ. ეს თქვენთვის მოსალოდნელი იყო? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მოგესალმებით მაყურებელს. კონკრეტულად ამ საკითხიდან რომ დავიწყოთ, რა სიტუაცია ეს ჰორმუზის სრუტის გახსნა არ გახსნასთან დაკავშირებით. ყველა ის განცხადებები, რაც ისმის ორივე მხრიდან, როგორც ამერიკული ადმინისტრაციისა და თეირანის ხელისუფლების მხრიდან, ამ შემთხვევაში იმდენად არ არის საყურადღებო, გამომდინარე იქიდან, რომ დღიური განცხადებების დინამიკას რო დავაკვირდეთ ერთის და მეორის, იმდენად დიამეტრალურად განსხვავებული არის რიტორიკა, რომ ჩნდება ასე ლოგიკური კითხვა, სხვა რაღაც საკითხებზე ხო არ მიდის, თქვათ უფრო საუბარი, ვიდრე ამ ჰორმუზის სრუტეს, იმიტომ რომ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილი რჩება. ირანი ამერიკულ პირობებს არ ღებულობს. ამერიკას დათმობებზე არ მიდის. ასე შემთხვევაში საუბარი რომ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე რომ ირანი დათანხმდა, თან იმ პირობებში როცა არ არის ცნობილი ირანმა რა მიიღო სანაც ანუ ლოგიკას მოკლებულია და სერიოზობას მოკლებულია ასეთი განცხადებების სერიოზულად აღქმა. აქ უფრო არის ერთგვარი პათური სტრატეგიული პაუზა. უფრო დიდი ფართომასშტაბიანი შეტაკების წინ. მე ასეთი განცდა მიჩნდება. იმიტომ რომ იმის შემდეგ რაც ამ ერთი თვის განმავლობაში ირანს თავს დაატყდა, ეს გამანადგურებელი იერიშები მისი სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რო არ ჩავთვალოთ ახლა რა ზიანი მიაყენეს თვითონ სახელმწიფო ვერტიკალს. ასეთ პირობებში ირანის თანხმობა ამერიკულ პირობებზე, რომელიც რომ გადახედოს მაყურებელს, იმთენად მიუღებელია ნებისმიერისთვის, მარტო ირანისთვის კი არა. აი რიგითმა ქართულმაც რო გადახედოს რა პირობები იყო, ეს არის სულთა წყლის კაპიტულაცია. რაზეც არც ერთი სახელმწიფო არ წავა, მით უმეტეს ირანი. ირანი არ არის პატარა სახელმწიფო. ირანი არის საკმაოდ დიდი რეგიონული მოთამაშე, მოსახლეობა 100 მილიონს აღწევს. ტერიტორიული ფართობით ერთ-ერთი უმსხვილესია რეგიონში და ასეთი მოთამაშე ახლა არ დათანხმდება გარე მოთამაშის იმ პირობებს, რაც იქნა ტრამპის მიერ წაყნეული. ეს ფაქტიურად არის ხელისუფლების დამხობის ტოლფასი. იქ ბირთვული პროგრამის სამუდამო შეჩერება გამდიდრებული ურანის მთლიანად ქვეყნიდან გატანა, პროქსი რეგიონული ძალების დაფინანსების მხარდაჭერის შეწყვეტა და სრუტის დებლოკირება. სადა საპასუხოდ, ანუ ირანს რა შეიძლება ამის შემდეგ განვიხილოთ სანქციების მოხდა. თავისთავად ირანი ასეთ არ წავა თვითლიკვიდაციის ვიმაზე, ხო, პირობებზე. ამიტომ ირანს ურჩევნია თუ ვიძირები, სხვებსაც ჩავიყო ამ ლოგიკით. და ირანსაც შეუძლია თვითონ კონკრეტულად ამერიკასის ვერაფერს ვერ დააკლებს, რადგან ტერიტორიულად ერთმანეთს არ ესაზღვრებიან და საკმაოდ მოშორებითაა. მაგრამ მის რეგიონულ მოკავშირეებს, ორის ნავთობმონარქიებს და მსოფლიო ეკონომიკას შეიძლება ძალიან გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ამიტომ რომ ჩვენ ვნახეთ აი ამ ერთი თვის განმავლობაში რაც ირანის წინააღმდეგ მიმდინარეობდა ეს სამხედრო კამპანია, ძირითადი დარტყმის ობიექტები ირანის ბალისტიკური რაკეტების და შაჰედების, დრონების იყო ზუსტად ამერიკული სამხედრო ბაზები ამ ორის ქვეყნებში და ამ ქვეყნების ნავთობ და გაზის ინდუსტრია.
კოლოსალური დანაკარგები აქვს აი ამ ქვეყნებს. დაწყებული ქუვეითი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთის ცოტა ნაკლები იმასთან შედარებით, იმიტომ რომ გეოგრაფიულად სხვა გამოსავალიც აქვს სხვა არხები. მაგრამ დიდი ზიანი მიაყენეს აი ამ სახელმწიფოებს, ყატარსაც, გაერთიანებულ არაბთა საამიროებს და რაში მდებარეობს აქ გამოსავალი კონკრეტულად ამ ქვეყნებისთვის. ამერიკას დიდი არაფერი არ ემუქრება კონკრეტულად ამერიკას. მაგრამ ამ ქვეყნებმა რა გააკეთოს, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზები მდებარეობს. რით უნდა შეაკავონ ირანის ეს ქმედებები. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ იგივე რიტორიკას. მე ახლა როგორც თავიდან მახსენე რომ არასერიოზულად ვუყურებ თვითონ ამ განცხადებას, იმიტომ რომ იმდენად ცვალებადია ორივე მხრიდან თვითონ მიდგომები. ჯერ ხსნით დილით ხსნიან, საღამოს კეტავენ, დილით ისევ ხსნიან და მერე ისევ კეტავენ. ანუ არ არის მიღწეული საბაზისო შეთანხმება ორივე მხარეებს შორის. თავისთავად ყოველ ორივე მოლაპარაკები გრძელდება. სხვა შემთხვევაში უკვე ჩვენ ვიხილავდით საბრძოლო მოქმედების განახლებას. მაგრამ ვერ თანხმდებიან როგორც ჩანს და ზუსტად ეს შეუთანხმებლობის პროცესის შედეგია ესეთი ურთიერთ გამომრიცხავი განცხადებები ორივე მხრიდან. და ამას კიდევ დავამატოთ აი ამ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებების არასერიოზულად მიმაჩნია, იმიტომ რომ ჯერ საუბრობდნენ ირანის სარაკეტო პოტენციალის 80% იქნა 80%-მდე განადგურებული ჯერ კიდევ შარშა, თუმცა ისრაელმა მიიტანა იერიში. და რამოდენიმე წელი ვერ აღადგენს. ეხლა რო დაიწყეს შეტევა თებერვლის ბოლოს, ეხლა 90% განადგურეთ. თუ განადგურეთ ამდენი პოტენციალი ვინ ბომბავს ამ იმას, რაც უყურის ხო? საიდან მოდის? მართალია. ეს იგივე იმას გავს შემთხვევას, როდესაც რუსეთს რაკეტები გამოელია უკრაინის იმას, ხო? კონფლიქტში. კი ბატონო. ხო და როგორც ჩანს, მან საკმაოდ რთული მდგომარეობა ამ კუთხით, იმიტომ რომ გეოგრაფიულად ირანი ძირითადად მთიანი სახელმწიფოა. ვარსკვლავის 60%-მდე ან ცოტა მეტი არის მთიანი რელიეფები. და ამ 10 წლის განმავლობაში ირანელები ემზადებოდნენ ამ დაპირისპირებისთვის. იქ ღრმად ეშელონირებული ბუნკერები არის, სადაც ახლა ბირთვულ ბომბს თუ არ დაარტყამ, მათი ნეიტრალიზება შეუძლებელია და ბოლო მონაცემებით გაგცელდა მასთან დაკავშირებით, რომ აი ეს ბუნკერები ჯერ კიდევ 80-იან წლების მიწურულიდან, 90-იანების დასაწყისიდან ირანი აშენებდა ჩრდილოკორეელი ეს ინჟინერების და ექსპერტების ხელშეწყობით. ცნობილია ახლა ეს ორი სახელმწიფო თვითონ ახლა თავიანთი ანტიდასავლური პოლიტიკიდან გამომდინარე ერთმანეთში იყვნენ ახლა ცივი ომის პერიოდიდან დაწყებული და მათი კავშირები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ აი ამ ბუნკერების მშენებლობით, სხვადასხვა სფეროებშიც აქვთ მაგათ თანამშრომლობა. და ეს საკმაოდ საინტერესო ის იყო ასეთი მოსაზრების გავრცელება, ჯერ დასავლურ პრესაში ეს არ მინახავს, რომ ეს ირანული ბუნკერების განლაგება საკმაოდ ღრმად არის ამ მთებში. რაც ზუსტად იმაზე მიანიშნებს, რომ და უკვე სანდოც არის ეს ინფორმაცია, რომ საკმაოდ დიდი მანძილზე არის მიწის ქვეშ ეს ბუნკერები განთავსებული. იმიტომ რომ თუ საუბრობ რომ გაუნადგურებენ მთლიანად ეს სამხედრო სარაკეტო პოტენციალი და ეს დანადგარები, საიდანაც ხდება ამ რაკეტების გაშვება, მაშინ როგორ ხდება რომ ისე უძელდება ირანის მხრიდან ამ სარაკეტოები? ანუ ესე იგი აქვს ირანს საკმარისი რესურსი, რომ აი ამ დროში გაწევროს ეს დაპირისპირება, რაც ირანისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე ვთქვათ 2-3 კვირაში მთლიანად არსენალი დაახარნოს. უბრალოდ ასე რომ იტყვიან პერმანენტულ მუდმივ შემოლაწუნება რო იყოს რეგიონისთვის. რომ ირანს აქვს პოტენციალი. და ზუსტად აი ეს სურათი დღეს რომ ირანის სარაკეტო პოტენციალი არ არის განადგურებული, როგორც ამას დასავლური მასმედია იძახის,
იმიტომ რომ ბოლო-ბოლო ჩანს შედეგებით რომ ისე უძლდება ახლა ბოლო კვირაში ახლა უფრო ნაკლებად, მაგრამ ირანს აქვს ჯერ ამ კუთხით პოტენციალი. წინააღმდეგ შემთხვევაში რომ არ ქონოთ, მაშინ ირანის საბოლოო კოლაფსი და ჩამოსვლა იმ სამხედრო კოლოსალური პოტენციალით ამერიკას და ისრაელს გააჩნია. ეს არ იქნებოდა დიდი პრობლემა, მაგრამ არ ხდებაც. ირანი არც ერთ პირობებზე არ მოდის, არც ერთ დათმობებზე არ მოდის. სანაცვლოდ რამე რო არ წაიღოს. იმიტომ რომ ირანის არც ერთი ხელისუფლება არ მიიღებს დიქტატის ქვეშ რაიმე ულტიმატუმის ენით გაცხადებულ პირობებს. სახში რამე მსგავსი წონიანი თქვათ ბონუსი რომ არ წაიღოს. იქნება სანქციების მოხსნა ან მყარი გარანტიები მორიგით თავდასხმა რო არ მოხდეს ირანზე. ეს გარანტიები ამერიკა ამას ვერ მიცავს. იმიტომ რომ გავიხსენოთ აგერ შაშან ყველაფერი კი არ უნდა დაიწევოს იმაში Wall Street Journal-ში და Washington Post-ში რომ თვითონ გაანალიზო ეს სიტუაცია. შარშან აგერ მიდიოდა მოლაპარაკებები, მორიგი რაუნდი უნდა გამართულიყო ომანის შუამავლობით და ისრაელმა მიაყენა ეს ავიადარტყმები ირანს, შემდეგ ბოლო ფაზაში შეერთო ამერიკა. ეხლაც მიმდინარეობდა მოლაპარაკები ჟენევაში, დაგმილი იყო ვენაში შეხვედრა და წინა დღეს დაიწყეს სამხედრო კამპანია. აქედან გამომდინარე ამერიკის მხრიდან მყარი გარანტიებზე საუბარი ირანი არასდროს არ დახტება, არც თქვენ დაგხდები და არც მაყურებელი ახლა. ხო, აბსურდია სული, ხო? ჩვენი ისტორიას გადავხედოთ, აგერ 90-იან დასაწყისში რამდენჯერ იყო რუსეთის მხრიდან იგივე ის სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოწერა, რამდენჯერაც მოვაწერეთ, იმდენჯერ ზოგჯერ დანაჩაგორტყეს და ბოლო შედეგიც კი ვიცით რაც მოხდა აფხაზეთში და ცხინვალში. ახლა ირანი არ არის საბავშვო ბაღის დონის სახელმწიფო, რომ კვლავ იმ გზაზე შედგეს, რაც უკვე აგერ სხურპირი დაულეწეს შარშან და აგერ თებერვლიდან მოყოლებული. ამიტომ მყარი გარანტორი ამ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ირანისთვის რუსეთი ან ჩინეთი, ან ორივე ერთი. მე უფრო ვფიქრობ, რომ ჩინეთი. იმიტომ რომ ახლა რუსეთი უფრო ჩართული ახლა უკრაინის კონფლიქტში. აიდანაც გამოსავალიც არ ჩანს რუსეთისთვის ჩიხური სიტუაცია ამისთვის. ჩინეთი, რომლის ინტერესები ახლომოსავლეთში საკმაოდ დიდია და ცნობიერია ჩინეთი ნებისმიერი მსგავსი კრიზისებისადმი რეგიონში, გამომდინარე იქიდან რომ მისი ენერგორესურსების ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო ზუსტად სპარსეთის ყურე, ძირითადად ირანი. ირანის ნავთობის ესე იგი, ჩინეთი ირანის ნავთობის დაახლოებით 90%-ზე მიდის, საუბარი რომ ყიდულობს. იქ შეღავათიან ფასებში თავისთავად. და იქ მრავალი ინვესტიციები აქვს ჩინეთს გახორციელებული და დაგეგმილი იყო ჩახბახარის პორტი, რომ გაეს მისი სავაჭრო გზა, ხო, ერთი გზა ეს ჩინეთიდან სავაჭრო აბრეშუმის გზა წოდებული ირანის გავლით. მიმართული ბანურ რუსეთიდანაც არის ეს მიმართულება, მაგრამ აი ახლომოსავლეთის მხრიდან ეს ირანის გავლით იყო გეგმაში. და ასევე ჩრდილოეთ სამხრეთ დერეფანი, რაც რუსეთს აკავშირებს ამ ინდოეთის ოკეანეს. ჯერჯერობით ეს მიმართულება დაპაუზებულია. თუმცა აი მყარ გარანტიებზე როცა საუბრობ, რაღაც თქო უნდა დასრულდეს ეს ახლა როდემდე უნდა იომო, ანუ ირანი უნდა გაანადგურონ და ირანი ჩაიყოლიებს ამ სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მარტივად შეუძლია 100 მილიონი სახელმწიფოს დესტაბილიზაცია, ვინმე სახომარო არ ეგონოს. მისი ეკო აიწყება ყოველთვის სამეზობლოზე. და მეორე ამ უნდა შედგეს შეთანხმება. იმიტომ რომ ირანი დათმობებზე რო წავიდეს, ირანს რაღაცა უნდა მიიღოს. აი ისლამაბადში რო იგეგმება ეხლა შეხვედრა ბატონო ვასილ. შესაძლოა რომ მე არ მჯერა რომ ირანმა დათმოს ბირთვული პროექტი. დავარქვათ ამას სამშვიდობო ურანი პირობითად. თანხმდებით იმაზე რომ რაკეტისა იარაღი შექმნა არ უნდა. მე ამჯერა რომ ირანი ამას დათმობს და შესაძლოა რომ ისლამაბადში ისევ ჩიხური სიტუაცია შეიქმნას თუ ამერიკელებმა ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეზღუდვა და ბირთვული მარაგების გატანაზე დააყენებენ მოკლედ ამ თემას ისევ სავაჭროდ. აი მე რა მოხდება?
ისლამაბადში მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ჩიხში შევიდა, მალევე ერთ დღეში გასაგები იყო რომ მხარეები ვერ შეთანხმდებოდნენ. მეორე რაუნდი რასაც უსმენ, ამერიკელები ისევ იგივე გეგმით ჩადიან და მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? ვინ იგებს დროს? მე არ მგონია რომ ამერიკელებს დროის მოგება სჭირდებოდათ, ესე იგი ირანი იგებს დროს. ირანი ახლა თვითონ აი სახელმწიფოების მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინ რა პოზიციაში ირანი ამ შემთხვევაში უფრო წამგებიან იმაშია პოზიციაში, იმიტომ რომ მისი ეკონომიკური და სამხედრო პოლიტიკური პოტენციალი ახლოსაც ვერ მივა ამერიკას. ამაზე რა თუნდა ახლა მას საუბარი. აქ სხვა რამეა. უბრალოდ გაუგებარია თვითონ რა უნდა ამერიკას. ირანს ასეთი ულტიმატუმით და ირანის ხელისუფლების ასე დაყოლება ასეთი ულტიმატუმით არც ერთ ხელისუფლებას არ მიიღებს ირანელი მოსახლეობა, ვინც მსგავსი მუხარების ქვეშ დათანხმდება რაიმე პირობებს. არ მიიღებს. ახლა ირანი უშინდელი სახელმწიფო რა, ყოველთვის იმპერიად იყო სხვადასხვა დინასტიების ქვეშ, ზოგჯერ ზენიტში იყო, ზოგჯერ სუსტებოდა, მაგრამ ყოველთვის ცენტრალური მოთამაშე იყო ახლო აღმოსავლეთში. და მათი ხედვით ამერიკა არის ახალი მოთამაშე, რომელიც შემოვიდა რეგიონში აგერ მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან. მანამდე ამერიკას არ ჰქონდა მათო პოზიციები. ცოტა ხნით ბრიტანელებს ჰქონდათ იქ 100 წელზე მეტი და ასე. ამერიკა ახალი მოთამაშე და ირანელები მათ უყურებენ როგორც დროებით, გავლენიან მოთამაშეს, მაგრამ არანაირად ნაკლებად არ მიაჩნიათ საკუთარი თავი ამერიკასთან, აი წონადობის კუთხით, გავლენებით, იმიტომ რომ რეგიონში ირანს მაინც გავლენები გააჩნია. და ჩვენ ხედავთ ამ გავლენებს. სირიაში კი დასუსტა ეს ასადის დაპყრობის შემდეგ, მაგრამ აქვს სერიოზული ბერკეტები, ოდნავ შესუსტებული სხვა წლებთან შედარებით, ეს ლიბანური ხეზბოლა, ხედავთ ბოლონდრეინდელ იმასო, მოვლენებს. სირიასთან დაკავშირებით მე მაგ შეკითხვა, ოღონდ ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ ამ შეკითხვას. ეხლა თქვენ ახსენეთ ჩინეთი. რუსეთი გამომდინარე იქიდან რომ დაკავებულია და თავის პრობლემები აყრია თავზე. ჩინეთის გავლენები. აი თქვენ როგორ ფიქრობთ ის სადემონსტრაციოდ ჩინეთის დროშით მოსიარულე ტანკერმა რო არ გაითვალისწინა ამერიკელების შეზღუდვა და ესე თამამად რო გაიარა. შემდეგ სი ძინპინის ყოველ შემთხვევაში ჩემი ხილული წარსულის ფარგლებში მე ესეთი ხისტი სი ძინპინი არ მახსოვს, როცა ესპანეთის პრემიერ-მინისტრი შეხვდა, რაც შეხვედრაზე განაცხადა. და ეს ხო არ იყო ზუსტად იმის გამაპირობებელი, რომ ტრამპმა ფორმულირება შეცვალა. რახან ჩინეთმა ფაქტობრივად ხელთათმანი გადაუგდო და აი ეს წავიდა აბარდაჟზე, რამის ჩაუარა იქ ამერიკულ სამხედრო გემებს და შევიდა და გამოვიდა იმ 45-დან. შესაძლოა, რომ ჩინეთი ყოფილიყო მთავარი მოტივატორი იმისა, რომ ამერიკელებმა მერყევი პოზიცია დაიკავეს. რომ ხან კეტავენ, ხან აღებენ და ეხლა თითქოს ესეთი სიტუაცია იქნება, რომ ფორმას ეძებენ, რომ როგორ დაასრულონ საერთოდ ეს კონფლიქტი. მე მოყვებით ამ აზრში თუ ეს შეესაბამება. ალბათ ჩემი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით არის შემდეგი. დიდწილად თვითონ ამ კონფლიქტის დაწყება, როგორც ჩარშანდელი 12 დღიანი ოპერაციის გაგრძელებაა ეს. და არ არის გამორიცხული რომ კიდევ მესამე ფაზა ვიხილოთ. მაგრამ მთავარი შედეგი რა არის? ირანის ხელისუფლების განცხადება, რომ ის უარს იძახის ბირთვული პროგრამის განვითარებაზე, ხოლო დაბომბვებით არ წამოვა ირანის ხელისუფლება. პირიქით, ეხლა უკვე დარწმუნებული არიან უფრო რომ ჭირდება ეს ბირთვული იარაღი, იმიტომ რომ მქონოდა ხო ვერ დაგვარცხა. იმიტომ რომ თუ ამერიკას ვასახელებ დასავლეთს არა, იმიტომ რომ დასავლეთის როლი ირანის ბირთვული საკითხის მოგვარებაში დიამეტრალურად განსხვავებული იყო ტრამპის მიდგომასთან, რო შევადარო. კი ბატონო. ამერიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო ირანის ბირთვული საკითხის მოგვარება ისე, როგორც ახლა ტრამპი აცხადებს, ანუ ბირთვული კომპონენტის შეჩერება, მაგრამ სამშვიდობო მიზნით
ამ საკითხის დატოვება თავისთავად დასავლური მეთვალყურეობის ქვეშ 24 საათიანი ეს იყო მიღწეული იმისი კაცო ვენის ხელშეკრულების ფარგლებში 2015 წელს რო გაფრთხილდა იქ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩინეთის, რუსეთის და ამერიკის ერთობლივი მონაწილეობით. ეს იყო ევროპული ქვეყნების ინიციატივა. და აიღეთ ამოქეკეთ ახლა მარტო ამ განცხადებებს რომ ისმენთ დღითი დღე რო იცვლება და რომელს დაუჯერო, ხო? ამოიღეთ საერთაშორისო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს არქივები, ხელმისაწვდომია მათ საიძეს ინფორმაცია ირანთან დაკავშირებით რა დასკვნებს წერდა. მან წერია რომ ინგლისურად არის ხელმისაწვდომი PDF ფორმატში, აგერ კიდევ მიგანიშნებ. PDF ფორმატში გადმოტვირთად ნახავ. ირანი პირნათლად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მოდიოდა ირანი ამაზე და რაზე თანხმდებოდა მაშინ ირანი? ესე იგი, ბირთვული პროგრამაზე, ესე იგი, უარის თქმა თავისთავად გამდიდრებული ურანის თლიანად ქვეყნიდან გატანა, სად მაშინ არ იყო ნახსნები, ეხლა კი იძახე ტრამპი, მე წავიღებო, მაგრამ მაშინ ასე არ იყო იგი. სხვა ქვეყნები მოიაზრებოდა. ასევე ფორდოს და ისფახანის ამ ბირთვული ლაბორატორიების დატოვება ოღონდ სამშვიდობო მიმართულებით რომ იმუშაო. და აი ამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები 24 საათი 7-ზე მონიტორინგს გაუწევდნენ ამ სხვადასხვა ბირთვულ სამეცნიერო ცენტრებს და ობიექტებს, რომ ირანს თქვა არ დაერღვიოს ხელშეკრულება. ირანი მოდიოდა ამაზე, სანაცვლოდ სანქციები უნდა მოეხსნა. მოდიოდა ამაზე. არ ჯობდა რომ გაყოლოდნენ იმ პროგრამას, რაც უკვე მიღწეული იყო, ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისი და მოდიოდა ეს პირველი მესიჯები, შეხვედრები, განცხადებები, ურთიერთ შეთანხმებები ამ მიმართულებით, შემდეგ რაც ვენის ხელშეკრულებაში დაფიქსირდა და 2018 წლამდე არ ჯობდა რომ შენ როგორც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იყავი ამ ხელშეკრულების ორგანიზატორი კი არ იყავი ამ ხელშეკრულების, მაგრამ შემდეგ რომ შეუერთდა ამერიკაზე მაქვს საუბარი. რომ ერთად ყოფილიყავით ყველა ეს სახელმწიფოები, თუ ირანის ბირთვული პროგრამა ასე გაწუხებდა. და ირანი თუ დაარღვევდა ამ პირობებს, მერე უფრო საერთაშორისო საზოგადოების თვალში და ამ ქვეყნების თვალში, ამ ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების მთავრობების თვალში უფრო ლეგიტიმური გექნებოდა საფუძველი მოგეშვილიებინა დღევანდელ აი ამ სამხედრო ინტერვენციის იმაში კამპანიაში, სადაც ტრამპი გახმირის ხან იტალიის მიმართ, ხან ესპანეთის მხრიდან, ხან საფრანგეთი, ან ბრიტანეთის მხრიდან ჩაერთო ამ კამპანიაში, თუმცა ცივ უარსებულს ვაკიდან. უფრო დასაბუთებულად არ იქნებოდა ამერიკის პოზიცია, რომ გაყოლოდა იმ შეთანხმებას და შემდეგ ირანი თუ დაარღვევდა, მიაღწევდა იმას, რასაც ახლა გახურავს. და არც ერთი სახელმწიფო არ მოდის, იმიტომ რომ ახსოვთ ის ვენის ხელშეკრულება. რატო გავიდა ამერიკა თუ ირანი ასრულებდა ამ იმასაც? და ახლა კი იძახდა ირანი არ ღვევდა, მაგრამ საწერია რომელ დასკვნაში, კაცო, შენ გენდო ახლა ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებებს ვენდო თუ ევროპული ქვეყნების, ვინ ტყუის? ახლა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს იმაზე რაპორტებს რო გადავხედოთ, ანგარიშებს, იქ თუ ტყუილია, ნუ მაშინ ერთმანეთში უნდა გაერკვიოთ, კაცო, ვინ ხარ ტყუილმართალი? ჩვენ როგორ უნდა დავაზუსტოთ ეს? მაგრამ თუ წერია მანდ შავ თეთრზე წერია, კაცო, ხელმისაწვდომია ეს მასალა. ირანი ასრულებდა იმ მოვალეობას, მოდიოდა ამას. მაგრამ 2018 წლის მაისში ტრამპის პირველი ადმინისტრაცია, ტრამპის ადმინისტრაცია გავიდა ამ იმიდან ხელშეკრულებიდან და მივიდა ამ შედეგამდე. ეხლა უნდა სამხედრო გზის მოგვარება, რაც დიპლომატიური გზით თითქმის მოგვარებული იყო. მაგრამ აქ კიდევ მეორე მომენტი იყო, უყურეთ ეს ვენის ხელშეკრულება 2015 წელს გაფორმდა. ეს იყო ევროპული ქვეყნების ინიციატივა. და ამერიკა რო გავიდა 18 წლის მაისში, ანუ ძალა დაკარგა. კი, მაგრამ ჩნდება კითხვა. ევროპული ქვეყნების წამყვანი სახელმწიფოების ინიციატივა იყო ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ხო, ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული ამ კითხვების მოგვარება. ისე როგორც რომას ორივე მხარეს ინტერესს ემსახურებოდა.
დასავლეთი მიიღებდა იმას, რომ ირანი არ გამდიდრებდა ურანს ბირთვული პროგრამისთვის, სამხედრო კომპონენტისთვის და ირანი მიიღებდა იმას, რაც სურდა. გაცვლიდა ბირთვულ სამხედრო კომპონენტს თავისი პროგრამის სანქციების მოხსნის ანასტო. და ამერიკა რო გავიდა ძალა დაკარგა. მაგრამ თქვენ არაფერს არ წარმოადგენდით ამ ხელშეკრულების ფარგლებში? ამერიკა არ იყო ამ ხელშეკრულების ინიციატორი? თქვენ იყავით დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, შემდეგ გერმანია შეუერთდა. რატო ჩაიშალა? ანუ არა გაქვთ თქვენ ესე იგი იმის ერთი ადგილი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ირანის ბირთვული პროგრამა ტეტ-ა-ტეტ როგორც ევროპა და ირანი მოგეგვარებინა. ანუ რა გამოდის, რომ ირანის кейსი ამერიკის უკანა ეზოა, ამერიკამ უნდა არკვიოს ირანთან? მაშინ რას დარბოდით ამ ამდენი ასობით მოლაპარაკება შეხვედრა გაიმართა ირანთან. რაში გჭირდებოდათ მაშინ ამ საკითხის დაძრა თუ ბოლომდე მიყვანეს ერთი ადგილი არ აგა. მაგრამ ამერიკამ ნახეთ გავიდა ეს პროექტი ჩაიშალა. ევროპელები ვერაფერს ვერ გახდნენ ამ მიმართულებით. და აგერ ახლა ხედავთ ირანს ისე ურახუნებენ და ისეთი კრიზისი გამოიწვია ამ დაპირისპირებამ უკვე ევროპამდე მივიდა ეს ექო. ეხლა შეწუხდა ევროპა. ანუ მანამდე მიგეყვანათ მაშინ ეს საკითხი, როდესაც ხელზე გედოთ ეს გაფორმებული. სხვა ძალები ჩაგერთოთ უფრო. ვინც თქვა ამერიკის აი ამ გასვლას დააბალანსებდა, შეავსებდა და შეასრულებდა, მაგრამ როგორც ჩანს მათი ფინანსური და ეს პოლიტიკური გავლენა სოფლიოში არ ყოფილა საკმარისი იმისათვის, რომ ირანისთვის სანქციები მოეხსნათ. ანუ როგორც ჩანს ამერიკის გავლენები გაცილებით დიდია და მართლა დიდია. ამ თუნდაც ფინანსური მიმართულებით, ახლა ამერიკული კორპორაციების დაწესებული სანქციები, ნუ ეს ჯაჭვური რეაქცია მოყვება ამაზე, რაც ევროპაზეც აისახება, ხო? ყველა ვარიანტში. ირანს რა რჩება ამ შემთხვევაში? რა შეუძლია ირანს? რა აქვს მოლაპარაკებების ის დამთავრება. როცა აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს შარშან და ეხლაც თავს დაესხა. ირანის ის პოზიცია გასაგებია, ხო? გაუნადგურეს სამხედრო პოლიტიკური და უმაღლესი სასულიერო ლიდერები. როგორ უნდა გენდოს? ვინ იქნება აქ ახლა გარანტორი, რომ ირანზე მორიგი თავდასხმა არ განხორციელდეს? ერთადერთი, ვისაც შეუძლია და მოცლია და ძალა აქვს ამ შემთხვევაში, ეს არის ჩინეთი. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ამერიკას არ ენდობა. მე მაგალითად არ ვენდობოდი ასეთ შემთხვევაში. ბატონო ვასილ, ჩინეთთან დაკავშირებით ერთი შეკითხვა მაქვს, ეგ ისედაც გქონდა, მაგრამ რახან საუბარმა მოიტანა. მე ესეთი შთაბეჭდილება მჩება, რომ რაღაც თითქოს ორმხრივ თამაშს თამაშობს და აბა თქვენი აზრი მაინტერესებს. ესე იგი, ერთი მხრივ პირდაპირ თუ ირიბად ეხმარება ირანს და მეორე მხრივ ორი დღის ინფორმაცია არის, რომ პაკისტანმა აირსაწინააღმდეგო საშუალებები გადაცა საუდის არაბეთს და მე მაგალითად ვიცი და ეს ვინც დაინტერესებულია მოკლედ ამ რეგიონით, ყველა მიცის, რომ პაკისტანის უკან ფაქტობრივად ტექნიკურ აღჭურვილობას უზრუნველყოფს ჩინეთი. ეს რა თამაშია? ერთი მხრივ ირანის დაასაპორტა და მეორე მხრივ გადაიტანა და პაკისტანელებს მიაწოდა აირსაწინააღმდეგო სარაკეტო საშუალებები, რომ ირანიდან გასროლი რომ არაბეთში არ ჩავარდეს და ეს რას მიანიშნებს, რა არის ეს? არა, მსგავსი ხელშეკრულებების ახლა გახორციელება ახლა ეს ხო გუშინ არ გაფორმდა, მათ მრავალწლიანი თანამშრომლობა აქვს და არ დაგვავიწყდეს ჩინეთის გადამწყვეტი როლი ირან-საუდის არაბეთის დიპლომატიური ჩიხის მოგვარებაში. რამდენი წელი ჰქონდათ მათ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი? არ მახსოვს, მაგრამ დიდი ხანი იყო ეს. ხო, დიდი ხანი ჰქონდა და ჩინეთმა მოახერხა მათი პოზიციების შეჯერება და შერიგება, ასე რომ მორიგება უბრალოდ. ხო და ჩინეთს რეგიონში აწყობს სტაბილური ვითარება, რომ ეს რესურსები შვიდად წყნარად მივიდეს ჩინეთის პორტებამდე. მას ჩინეთი ამ ქაოსიდან ვერაფერს ვერ დაიჭერს. იმიტომ რომ მას როგორც საზღვაო ქსელები ებლოკება ამ სპარსეთის ყურის გარეთ ჰორმუზის სრუტის იქით კიდევ ბაბელმანდების ის სრუტის საკითხი შეიძლება რომ ბაბელმანდები დაკეტოს ირანმა? ხო, მაგაზე მივოთებ. ანუ საზღვაო მხრიდანაც საფრთხე დაემუქრება კრიზისი რო გაფართოვებს.
სახმელეთო ისედაც ჩაჭრილია, შეჭრებული ხარ, რომელი გიჟი რეციდივისტი წავა ახლა ირანის გავლით ეგეთ რუსეთის მიმართულებით, ხო, ნუ ინფრასტრუქტურა განადგურებულია, დიდი ზიანი არ მიყენებული, ანუ ამოარნილია ჯერჯერობით ამ კონტექსტიდან ირანი. რომ კვლავ განხორციელდეს ის პროექტები, რაც ჩინეთთან ჰქონდათ, მარტო ჩინეთზე მაგამ შემთხვევაში საუბარი. ჩინეთთან ჰქონდათ განხორციელებული და კიდევ გეგმაში იყო განსახორციელებელი. და ირანი თავის მხრივ პასუხობს აგერ ასიმეტრულად რაც შეუძლია. აქვს ჯერჯერობით ბალისტიკური რაკეტების და დრონების უფრო მეტი თავისთავად დიდი რაოდენობა აქვს. და იყენებს ამ ბერკეტს ჰორმუზის სრუტის და ასევე არ დაგვაუწყდეს ხუსიტების ხელით ბაბელმანდების სრუტეს გადაგეკვა. ორი უმთავრესი არტერია. ერთი თუ ამ კეტავს სპარსეთის უყურის ქვეყნების ნავთობგაზის გაზიდვის ტრანსპორტირების მარშრუტს, მეორე კეტავს არა მარტო ამ მარშრუტს, სავაჭრო გზებიც არის ჩინეთის დიდი ინტერესია ინდოეთი ყველა ვაჭრობს ამ გზით გადის. მაშინ უნდა შემოუვარონ აფრიკას. ხო, იმიტომ რომ სუეცი კარგავს მაშინ აზრს, ხო, ეგრე გამოდის, ანუ ეგვიპტეც უკეთ ზარალდება. ხო და უყურეთ ახლა როგორი სიტუაციაა. ირანმა დააგვირდეთ ახლა ამერიკის და ისრაელის თუნდაც სამხედრო პოტენციალი რო ავიღო, რომ გაჩერდნენ დღეს, ანუ არ განავითარონ ის ტექნოლოგია. ირანს 50 წელი არ ეყოფა, მათ ნიშნულამდე მივიდა. სულ სხვა განზომილება ტექნოლოგიური, მათი წარმოების ჯერ ერთი რა ინფრასტრუქტურის ბაზა უნდა შექმნან, რამდენი ფინანსები უნდა, მათი სამეცნიერო და საინჟინრო და სხვა კვალიფიციური კადრების მომზადება, მე იმ ტექნოლოგიების დანადგარების შექმნა, მოდერნიზება, განვითარება, ამის წარმოება კონვეიალური მეთოდით, რომ ეს მუდმივ იმაში რეჟიმში. ხო, ნუ არანაირი შანსი არ აქვს ირანს ამითარებს. ერთადერთი მას რა შეუძლია და რაც გააკეთა, მისი ეროვნული უსაფრთხოება ისე ჩააქსოვა ახლომოსავლეთის გეოპოლიტიკურ არქიტექტურას, რომ ირანის ნებისმიერი გარე მხრიდან ყევა აზანზარებს აი ამ ახლომოსავლეთის და იქით შემდეგ უკვე სხვა ქვეყნების ინტერესებს, სოფლიო ეკონომიკის ის რო გადავხედოთ, ხო? მიჯაჭულობას ამ რეგიონისადმი. ხო და ეს გავს ერთგვარ ძლიერ მიწისძვრას. ანუ თუ ეპიცენტრი არის ირანი, ეს აფტერშოკები უკვე ვრცელდება ახლომდებარე რეგიონებში და გრევაც მოყვება ისოდ მაგ რეგიონებში. და ამ გზას აწყობა ირანი, სხვა მეტი გზა არ აქვს, ვით უნდა უპასუხოს ამერიკას. გასაგები, ანუ კლინჩი შევა, თქვენ ამბობთ. ბატონო ვასილ, მე მაშინ ესეთი რამე მაინტერესებს. ფართოდ განიხილებოდა, ამაზე უკვე ბოლო ხანს აღარავინ საუბრობს, ქართულ საექსპორტო ჯგუფებში ახსენებდნენ ესე იგი ირანში სასულიერო ლიდერების მიერ მიღებულ ასევე სასულიერო გადაწყვეტილებას, ეგრეთ წოდებულ ფეტვას, თუ მეშლება ჩამისწორეთ, სადაც იგულისხმება, რომ ფაქტობრივად ატომური იარაღის შექმნაზე და მის გამოყენებაზე სასულიერომა ხელმძღვანელობამ დაადო ვეტო. ეს ასეა? თუ უბრალოდ ასეა? კი, ასე ვეტო ქონდა უმაღლესი გადაწყვეტილება, ხაი პრეზიდენტის და სხვა პოლიტიკოსების მხრიდან რაღაც რეზოლუციის დადება ამას არანაირი ძალა არ აქვს უზენაესი ლიდერის განკარგულებასთან შედარებით და ეს ფეთვა იყო გამოცხადებული ჯერ კიდევ ძალიან დიდი ხნის სიტუაციები 90-იან წლებში თუ 2000-იან დასაწყისში იყო ეს ფეთვა გამოცხადებული 80-იან წლებში საერთოდ აიათოლა რუჰოლა ხომენიმ აგზალა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა. ნუ მან სხვა საკითხები ჰქონდა დღესაც ერთხანომი, მაგრამ მის შემდეგ რამე ძლიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით არ განუხორციელებინა. აი როგორც ახლა პაკისტანმა ინდოეთის საპირწონედ იმუშავა, იძულებული იყო სხვა გზა არ ჰქონდა, იმიტომ რომ დიდი უპირატესობა, კოლოსალური უპირატესობა აქვს ინდოეთს. ჰქონდა მაშინაც პაკისტანთან შედარებით, მაგრამ რომ დაიბალანსებინა ეს თავისი იარაღებული ძალების პოტენციალი შექმნა ბირთვული იარაღი. იგივე ჩრდილოეთ კორეა. ვინ შეაქნევინა იყო საბჭოური და ჩინური მეცნიერები. მონაწილეობდნენ. დაჩქარებული ირანს ასე არ მოქმედი აქ სხვა ამოცანა ჰქონდა და ზუსტად ეს მისი დათმობებზე წამოსვლას ვენის ხელშეკრულებას იმაზე მეტყოლებს რომ ეს იყო მისთვის გასასვლელი ესე ვთქვა ჯოკერი.
იმიტომ რომ მისთვის თავარი იყო სანქციების მოხსნა. იმიტომ რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ უნდა გაეგრძელებინათ ის. იმიტომ რომ ყველა ვირტუალ ობიექტზე ჰქონდათ შეღწევა ევროპულ დამკვირვებლებს, ამ ატომური სააგენტოს წარმომადგენლებს. დიახ. ხო და არ წავიდნენ და ეხლა არ ვიცი რატომ უნდა წავიდეს მით უმეტეს ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან. დობა არანაირი არ არსებობს. ბატონო ვასილ, ეხლა გეტყვით ამერიკული კუთხიდან ეს ყველაფერი როგორ ჩანს. თქვენ იცით, მაგრამ მაყურებლისთვის, რომ ამ თვის ბოლოს 60 დღე იწორება, ან ფორმულირება უნდა შეიცვალოს, სამხედრო სპეციალური ოპერაციის უნდა დაერქვეს ომი, ან კონგრესმა უნდა მისცეს ამას თანხმობა, ან უნდა მისცეს ბლოკი უნდა დაადოს. 3 დღის წინ მოსმენა იყო ზედაპალატაში სენატში და ტრამპს არ შეუზღოდეს სამხედრო მოქმედებები, მაგრამ ეს ამჯერად. თუმცა 60 დღის გასვლის შემდეგ რჩება ტრამპისთვის კიდე მცირე ფანჯარა 30 დღიანი, რაც იგულისხმება იმაში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თუ ამთავრებს სამხედრო მოქმედებებს, ერთი თუ ეძლევა კიდე სუბუქად გამოსვლისთვის. ანუ შესაძლებელია ეს ფანჯარაც გამოიყენოს და აი ეს არის ჩემთვის დამაფიქრებელი, რომ ამერიკული პოლიტიკური ისტაბლიშმენტი ნაწილი თუ წინააღმდეგი ამ ომისა, ჯერ კიდევ ნაწილი არის მომხრე, რომ ამერიკელებმა ის დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ და აი ეს საფრთხე რახან ნარჩუნდება და ეს 30 დღიანი ფანჯარა, თქვენ რას ფიქრობთ? ირანი გაუძლებს კი დარჩა კიდე რესურსი? არა, ირანს თავისთავად რესურსი დარჩა ახლა. ამიტომ დააკვირდით ახლა ირანის სახელმწიფო სტრუქტურის მოდელი როგორ არის მოწყობილი. რომელი სახელმწიფო თქვათ ჩამოიშლებოდა ვერტიკალი და წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ექნებოდა იმ პირობებში, რაც ირანი აღმოჩნდა ამ ბოლო სამხედრო კამპანიის შედეგად. რამდენი ათასობით ის გაუნადგურეს ხო სამხედრო და არასამხედრო ინფრასტრუქტურა ობიექტი და რა ზიანი მიაყენეს სამხედრო პოლიტიკურ იმას ხო ვერტიკალს. რამდენი გენერალი და ის გაუნადგურეს უზენაესი ლიდერი ბოლო-ბოლო. ჩამოიშალა სისტემა რამე ვერტიკალი. უნდა დააკვირდეთ გახსნა როგორც ჩანს იყო რამოდენიმე კომპონენტი. დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში მასშტაბური აქციები რომ მიმდინარეობდა, მან იყო ცდილობა გარემ მხრიდან მომხდარი იყოს შეერაღებულ აჯანყებაში რომ გადაძილიყო. ყოველგვარ ტრამპის განცხადებას რომ მივიღოთ ხედულობაში, რომ ის კურთების მეშვეობით აწვდა იარაღს. ერთი რას ემსახურებოდა ამის განცხადება, იმიტომ რომ ეს არის კაცად გარსაიდუმლო როგორც წესი და 20, 30, 40 წლის შემდეგ ხდება ცნობილი რომ ასეთი რაღაცას ფაქტს ჰქონდა ადგილი. მაგრამ ფაქტიურად ჩაუშვა. გაუგებარია საქმე. გამორიცხავი იარაღის პრობლემა დარწმუნებული ვარ, როგორც ამერიკელებს ემართება ავღანეთის არ იყოს. ხო, რისთვის დაჭირდა ეს განცხადება, არაფრის მომცემი, კარგი თავი ამას დავანებოთ. ანუ შეერაღებული ამბოხის მოწყობა ვერ მოხერხდა. შემდეგ აი ამ სამხედრო კამპანიის სრულობისას იყო რაღაც ნიშნები, რომ ეთნიკური ჯგუფების აჯანყების მეშვეობით მოხდებოდა ცენტრალური ხელისუფლების პოზიციების დასუსტება და შემდეგ სირიიზაცია. ესეც ვერ მოხერხდა, ვერ ხედავ ჩვენ ამას, ვერც ბელუჯის უნიტები, ვერც კურთები. ირანელ აზერბაიჯანელების საერთოდ გამოსარიცხია, იმიტომ რომ აზერბაიჯანელები ირანელი აზერბაიჯანელები მართავენ სპარსელებთან ერთად. საბოლოო ალი ხამენეი იყო აზერბაიჯანელი, ვინც მოხდა უზენაესი ლიდერი. საუბარი იმაზე, რომ ახლა ეს აზერბაიჯანელები აჯანყდებიან ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ იმ დროს, როდესაც თვითონ მართავენ ირანს. ეს სრული აბსურდია, ხო? კი ბატონო. ანუ ესეც გამოირიცხა. მესამე ცენტრალური ვერტიკალის ჩამოსვლა, წამყვანი ფიგურები გაუნადგურეს. მე ირანს ვიკლებ 20 წელზე მეტი და ვერ ვიხსენებ უკვე ვის შემორჩა ძველი გვარდიიდან 80-იან წლებიდან, ვინც მართავდა ქვეყანას. ყველა მოყოლეს. მაგრამ გრძელდება რეჟიმის შესაძლებლობა. დიდი ზიანი მიაყენეს, მაგრამ ჩამოშლის და რაღაცა ის წინანიშნებს ვერ ხედავთ. ვერ ხედავთ ჩვენ ამას. ხო და რა გზარდება? პოტენციალი იმისა, რომ დაუშვათ ჰიპოთეტიურად განახდეს კონფლიქტი არა, ომი დაერქვას და მასობრივად შეუტიონ ამერიკელებმა. უყურეთ, არა, უყურეთ. აქ ირანელებისთვის საკითხი როგორ არის. ეხლა იქ ოჯახში რიგით ირანელს მოაყდება თქვათ ორი პურიმი ქონდა წინანდ და დღეს ნახევარი პურიმი აქვს. ამის გამო რომ ის გაგიჟდეს და ხელისუფლებას აუჯანყდეს და მოდით არიქათ კაპიტულაციას მოვაწეროთ. თელე, ეს არის სრული სიგიჟე და აბსურდი. ირანელი ამაზე არ წავს.
ირანისთვის საკითხი დგას ასე. ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე ირანის არსებობის ან არარსებობის. თან საუბარია რელიგიური ინსტიტუტზე, შიიტურ ისლამზე. როცა საუბრობ ირანის რეჟიმზე, მაყურებელმაც ეს უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ხშირად საუბრობ ამაზე, როცა ირანს ეხება თემა. მაინც ბოლომდე გაიგივებული ისე უბრალოდ გააზრებული არ აქვს, რას ნიშნავს ირანის რეჟიმი. ეს გონიათ ალი ხამენეი და იქ 20 რაღაც სამხედრო მის გვერდით პოზირებდნენ სამხედრო პარადების დროს. ასე არ არის. ეს ყველა მეჩეთია ირანის. ყველა რელიგიური პირი 100,000-ზე მეტი მოლა, მათი მრევლი, ამას დაამატეთ გუშაკთა კორპუსი და მთელი ბიუროკრატია აპარატი, რომელიც მიმულია აი ამ ქსელთან. და მათი პირადი ცხოვრება პირდაპირ დაკავშირებულია ამ რეჟიმთან, ხო? და ვინ უნდა მოკლა, ან ვის უნდა დაარტყან, სად უნდა დაარტყან, რომ ეს ვერტიკალი ჩამოშალოს. სრული აბსურდია, შეუძლებელია, იმიტომ რომ დეცენტრალიზებულია ირანის ეს წინააღმდეგობის ვერტიკალი. ერთიანი ცენტრს, ერთიან საკითხს თემას ემორჩილებიან ქვეყნის დაცვას, ირანის გადარჩენას, მაგრამ ყველა მოქმედებს ავტონომიურად. იქ არ ეროლდებიან თეირანიდან, მოდი თეირანიდან თქვა ეგერ იმიდან თებრიზიდან გაისროლე ამ მიმართულებით თქვა ბალისტიკური რაკეტა, არა. ის ადგილზე როგორც გადაწყვეტს თვითონ იმ ირანული აზერბაიჯანის პროვინციის ფარგლებში როგორ იმოქმედებს, როგორ დაიცვას ამ პროვინციის ინტერესები და შემდეგ ირანის ფარგლებში ისე მოქმედებს დამოუკიდებლად. შეუძლებელი ასეთი სისტემის ჩამოსვლა. და მორი ამ სამხედრო კამპანიის არ ვიცი, კიდევ ჩამოყრიან თქვა 20 ტონა ბომბს. შედეგი ხალხის წინააღმდეგობის ნება თუ არ იქნა გატეხილი, არც ერთი ირანელი ხელისუფალი არ წამოვა არანაირ დათმობებს. იმიტომ რომ წამოვიდეს, მას დაამხობენ და მოკლავენ. ირანელი კაპიტულანტ ხელისუფლებას არ მიიღებს. უცხოვრი ტანკებით რომ აღმართავს დროშას თეირანს. ხო, ეგ კიდე მეორე ამბავია, მაგას მართლა არავინ არ დაუშვებს, აღმოსავლეთში ეგ წარმოუდგენელია მსგავსი რამე. მე ესეთი შეკითხვა მაქვს ბატონო ვასილ. სანამ ჩვენს რეგიონზე გადავალთ, იმიტომ რომ მე ტრადიციულად ჩვენს რეგიონს და საქართველოს უკავშირებ ყველა მოვლენას და აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხვა მაქვს, რომელიც ალბათ მხოლოდ თქვენ თუ გეცოდინებათ, იმიტომ რომ ძალიან ესეთი სკრუპულოზური და ვიწრო პროფილის არის. სირიის და თქვენ ახსენეთ მით უმეტეს სირიის ეგრეთ წოდებული დამარცხების დროს, როცა ბაშარ ასადი წავიდა ქვეყნიდან, რუსეთში როცა გადავიდა. იქ ამბობდნენ, მოკლედ მუსიერებდა ესეთი აზრი, რიგი ექსპერტები ამაზე საუბრობდნენ, დიდი ხნის ამბავია, მაგრამ ეს ჩამჩა, რომ ირანმა თითქოს დასავლეთთან კეკულწობის ხარჯზე სირიაში პოზიციები შეამსუბუქა, იქ იყო ლაპარაკი, რომ ხუსიტებსაც ისე აღარ ეხმარება, პალესტინა ახსენეს და ანუ პალესტინაში ის რაც მოხდა ირანის სერიოზული მხარდაჭერა რო ყოფილიყო არ მოხდებოდაო და ჰიზბოლას ლიდერის ნასრალას მკვლელობაშიც ირანს კი არა დანაშაულობდნენ, მაგრამ ეს იყო ესე იგი არასრულფასოვანი დახმარების ფონზეო და ამას ყველაფერს ირანი იმიტომ აკეთებდა, რომ მოკლედ მოეხსნათ სანქციები, ის გაყინული თანხები დაებრუნებინათ და მოკლედ ირანული სახელმწიფო ჩართულიყო მსოფლიო დიდ პოლიტიკაში თავის ეკონომიკური ბენეფიტებით. მართებულია ესეთი აზრი? მე მიმაჩნია საკმაოდ ალოგიკურია ირანის გეოპოლიტიკურ საქციელში მსგავსი რამის გაკეთება. იმიტომ რომ ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობით შეუწყდა პირდაპირ სახმელეთო გზა ლიბანში, სადაც ის თავის ყველაზე ძლიერ შემორჩენილ პროფსით ძალას ხეზბოლას ფინანსებდა. ცოდინება მაყურებელს, რომ ხეზბოლა შეიქმნა 80-იან წლების დასაწყისში ირანის უშუალო ჩართულობით ხელშეწყობით. გუშაკთა კორპუსის ინსტრუქტორების გაგზავნით მოხდა ლიბანის შიიტების რიგებში ახალგაზრდების მობილიზება და მათ ამ ერთიანი გასამხედროო პოლიტიკურ სტრუქტურაში მობილიზება, რომელსაც დაერქვა სახელწოდება ხეზბოლა.
მართებული არის ჰეზბოლა და არა ჰიზბოლა, ხო? ასეთი რაღაცით მე ვერ დავიჯერებ იმდენი კოლოსალური რეჟიმის რესურსი დახარჯა რეჟიმის გადარჩენაში ირანმა სირიაში რომ მისი დამხობა რაღაც რამოდენიმე მილიარდის იმის განბლოკვის სანაცვლო თან მოუხსნეს ბოლო ამ მის ინფორმაცია რო გავწევდა არა ხო არაფერი არაფერი არ მოხდა ახლა ირანი არ არის ახლა ის მართლა 2 წლის ბავშვი რომ დაუჯეროს თქვა ასეთ რაღაც იმას ხო შეიძლება მოეხსნა რა მიიღო ირანმა შემდეგ აქ რამე დათმობაზე წამოვიდა 1000 რაღაცა შეიძლება ასეთი გააცვლო მაგრამ რა მიიღო ირანმა არაფერი მისი პოზიციები იმის მერე სულ დაცემის იმაზეა ხო გზაზე სირიას მოყვა სხვადასხვა იგი ლიბანურ ჰეზბოლას შესუსტება ხუსიტების ზიანს მიყენება და ბოლო ირანის კარსაც მიადნა და ირანისთვის ეს რეგიონი იყო ეგრე ბუფერული ზონა რომ იქებრძოლათ სხვა ტერიტორიებზე აი ამ გარეაქტორების წინააღმდეგ ბატონო ვასილ ეხლა ნელ-ნელა მიუახლოვდეთ ჩვენს რეგიონს და მაგრამ ჯერ კიდე ახლო აღმოსავლეთში დავრჩეთ და ესეთი შეკითხვა მაქვს დაუშვათ ირანი გამარჯვებული გამოვიდა ამომიდა მე გამარჯვებას იმას გულისხმობ რომ ამერიკელებმა დაიხიეს ეს უკვე ირანის უპირობო გამარჯვება იქნება აი როგორ ფიქრობთ ყველაზე დიდი დამარცხებული რეგიონში ვინ აქნება არაბული სამყარო არაბული სახელმწიფოები თუ ისრაელი და საერთოდ რა მოელით მათ და აქვე ბარემ რო არ გაგაწყვეტინოთ რას ფიქრობთ კასპიის ზღვის აუზზე ირანის გავლენის შესახებ გამარჯვების შემდეგ ოღონდ ხა თუ დამარცხდა რანაირი გავლენებზე არის საუბარი ჯერ ახლო აღმოსავლეთში შემდეგ კასპიის ზღვას ну ახლა პოსტკონფლიქტური გეოპოლიტიკური არქიტექტურა როგორ ჩამოყალიბდება ვინ იქნება კმაყოფილი ვინ არ ამის საკმაოდ რთულია იმიტომ რომ დინამიურია და ცვალებადია ვინ მის ალიანსია დღეს ერთ მხარეს ხვალ მეორე მხარეს ამის პროგნოზირება არ იქნება მართებული ჩემი მხრიდან მაგრამ მაინც ახლა უყურეთ როგორი მომენტია თუ კონფლიქტი გაგრძელდა და ირანს ბოლომდე მიაწყვნა ასე ქვია ყველა საკითხის მოგვარება და დასავლეთის ჭრილში როგორც ამას ამერიკა ეძახის ნუ ეს იქნება ნუ რეგიონისთვის კატასტროფა ირანის განადგურებას ანუ განადგურებული ირანის ნანგრევების ქვეშ მოყვებიან ეს ყურის ყველა ქვეყნები ირანი ჩაიძირება და ქვეშ გაიყოლებს ამას ყველას გაიყოლებს იმიტომ რომ თუ ირანი არ იქნა ცენტრალური ახლა იქ ამერიკულ ბაზებს რატო გააჩერეთ პირიქით პირდაპირ სამიზნეა ეს სახელმწიფოები ამიტომ რა პოზიცია უკავია აი ამ არაბულ ქვეყნებს მათი ფინანსური გავლენები სოფლიო ეკონომიკაზე და სოფლიო წამყვან ცენტრებზე არა ჩამოსაწერი რამდენი ტრილიონიანი აქვს ხო მაგათ კაპიტალი ერთად რო ავიღოთ ამიტომ საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ეს ქვეყნები თავისთავად რაღაცას მაინც მოიმოქმედებენ გავლენები იქონიან რომ საქმე აქამდე არ მივიდეს ამ კოლაფსამდე იმიტომ სამხედრო გზით ამ საკითხს მოგვარება არ აქვს ახლა თუ ამოცანა რომ ირანი უბრალოდ როგორც სახელმწიფო გააქრონ გაანადგურონ ეს ამოცანა არ არის არავინ არ უდგება ასე საკითხს აიათოლების რეჟიმი კაცი რეჟიმი კარგით ახლა იმდენი რეჟიმი შეიძლება ჩამოგითვალოთ ვისაც თანამშრომლობდა დასავლეთი და ამერიკა ეგ ადამიანის უფლებების ხსენება არ იყო ძირში ამ თანამშრომლობდნენ როცა მათ ინტერესებს ესახურებოდა სხვა მოდელია ირანის დემონიზირება საფრთხის შექმნა საფრთხებულად გეგონება ირანი რო გამოთიშონ ახლო აღმოსავლეთი აყავდება და სოფლიო ამოისუქეს სიმშვიდით ხო გეგონება არანაირი ის არ იქნება კატაკლიზმები დედამიწაზე ირანი არის დამოუკიდებელი მოთამაშე რომელიც არ ემორჩილება არც პეკინს არც მოსკოვს არც ბრიუსელს არც ამერიკას და ისიც აღსანიშნავია რომ აი ამ ძალის ხელისუფლებაში მოყვანა უпроსოდ ხელშეწყობა ზუსტად ამერიკის დამსახურება 79 წელს და ევროპული ლიდერების ხომენი ვინ ჩამოიყვანა პარიზიდან ბოინგ 747 პარიზიდან ვინ ჩამოიყვანა პრეზიდენტ ჟისკარ დესტენის გადაწყვეტილება არის ხო და როდესაც გენერლებს ხონდა შახის გენერლებს გადაწყვეტილი ხონდა ჩამოვიდნენ თხრნავი 100-ზე მეტი ჟურნალისტი რატო ჩაუსვეს რატო გადააზღვეს თხრნავი ეს იყო შახის თავიანთი მოკავშირის მხარდაჭერა ცივი ომის პერიოდში რატო გადაწყვეტეს შახის დამხობა ხონი მოკავშირე იყო
53-ში ხომ მოიყონა ბრიტანეთმა და ამერიკამ ხელისუფლებაში მოსადეყის დამხობის. რატო შეუწყოთ? და შახის ჯარი ვინ განეიტრა? 10 მილიონი ჯარი, რომ რევოლუცია სისხლში არ ჩაერთოს. რამდენჯერ მაგ ამ პერიოდში განცხადებებში და სტატიებში ნათქვამ, ერთი საჯარისო ნაწილი არ გადასულა რევოლუციის მხარეს მილიონობით ირანელი გამოდიოდა. ასეთი პრეცედენტი მე არ მახსენდება სხვა მსგავსი რევოლუციებით. გავიხსენოთ საფრანგეთის რევოლუცია, ხო, მე-18 საუკუნის ბოლოს. შემდეგ თებერვლის რევოლუცია რუსეთში. იქ კაიზერის გერმანიის დამხობა, ავსტრია-უნგრეთის დამხობა, სხვა დიდი კატაკლიზმები. მე არ მახსენდება არც ერთი რეჟიმი, სადაც ძალოვანი ბლოკი ასე მონოლითურად იყო რეჟიმის მხარეს, მოყოფილი. ყველგან აგერ ახლო-აღმოსავლეთში სადაც რეჟიმები დაემხო ეს ასადიდან დაწყებული კადაფი, იქით ბენალი და იემენის ალი აბდალა სალეჰი. ყველგან ჯარში ხდებოდა განხეთქილი, მაგრამ არ უღირდათ რეჟიმის შენარჩუნება. ირანში ასე არ იყო. ვერაფერს ვერ აღწევდნენ ირანში. შახის პერიოდში და გაუნეიტრალეს ენდენ გენერლები დასავლელ ამერიკულ პარტნიორებს. და გაუშვეს იმაში სასაკლაოზე. ყველას გენერალი დახოცეს. იმიტომ რომ უნდათ უფრო ლოიალური მარიონეტული მთავრობის მოყვანა. და არავის არ მოსვლია თავში, რომ როგორ გასასვლელი პირები როგორ მოვლენ პოლიტიკაში. რელიგიური ფაქტორი იქნება თავისთავად დიდი გავლენა ექნება პოლიტიკაზე, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა რომელი foreign office ან თეთრი სახლი 79 წელს რომ ჩალმიანი ხალხი ახლა შეურაცხყოფას კარვაღანებს ჩალმა ბოლობო ჩალმა ქვია მაგას. ჩალმიანი ხალხი უშუალოდ შეუშვებდნენ სახელმწიფო მოდელს. რომელიც აქამდე არ არსებობდა და უშუალოდ შეუდგებოდა მის მართვას. იმ კატასტროფული შედეგიდან დავიწყოთ მათი ინტერესებიდან, თორე ირანელმა რა გადაწყვეტა მიიღო ეს თვითონ გაარკვევენ იქ საკუთარ იმაში. ეზოში. ხო გამოუშვა ესეთი უკონტროლო ის. კარგად გაიხსენეთ ეს, იმიტომ რომ თბილისში მომიტინგებაც მინდა რომ მოისმინო. იმ ხელისუფლების ვერტიკალის დამხობა, რომლის დამხობა შეუძლებელია თეორიაში. იმიტომ რომ ამერიკა არ წავა მილიონი ჯარის გაგზავნას ირანში. გამორიცხული. და ქვეყანა გახო ის არის ისე სახელმწიფოა, მუსლიმური სახელმწიფო და გავიხსენოთ და ავღანეთის მაგალითი, თალიბანი მოძრაობა, ის კი არა რელიგიური ინსტიტუცია. მოძრაობას ვერაფერი ვერ უქმნის. და თქვენ გინდათ აქ რელიგიური პირების დამხობა? გასაგებია. და ისე მე რამდენი მაგალითი არის უკვე კოლექტიური დასავლეთისთვის, რამდენი პროექტი წამოიწყეს და კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა, მე თავად მიუბრუნდათ. თუნდაც ახლა რაც თქვენ გაიხსენეთ. ირანის რევოლუცია. ფაქტობრივად მათი პროექტი იყო და თან დააკვირდით. ეხლა კიდე როგორ შეუბრუნდათ ეს ყველაფერი თავად. თან ხედულობაშია არმია და ადგილობრივი ახლომოსავლური ქვეყნების მასების ფსიქოლოგიას, მეხსიერებას. ირანი მით უმეტეს. ირანი არ არის ქუვეითი, ან ერაყი, რომელიც მე-20 საუკუნის შეიქმნა, ან სირია. ეს ახალი სახელმწიფოებია მეორე მსოფლიო ომის იმპერიის ნანგრევების. ირანი სულ აქ იყო სხვადასხვა დინასტიების ქვეშ. და დააკვირდეთ, ირანელები ვერ მოინელეს მოხამედ მოსადიყი რო დაამხეს და ამერიკამ და დასავლეთმა მოიყვანა შაჰის ხელისუფლებაში. რაც უნდა ისეთი ნაბიჯი გადაედგა დამოუკიდებელი შაჰს, დაწყებული იმით, რომ ერთი რა მოდერნიზაცია გააკეთა ქვეყნის ეს საკითხია. საუბროა, ხო. ნავთობის ხელახალი ნაციონალიზაცია, რაც მოსადიყმა 51-ში დაიწყო, 52-ში დაასრულა. ის დაასრულა 73 წლის მარტში. როდესაც არაბული ქვეყნები თავს დაესხნენ ისრაელს 73 წლის ოქტომბერში იომ ქიფურის ომის დროს, არაბულმა ქვეყნებმა ხო ემბარგო გამოუცხადეს დასავლეთს და ენერგეტიკული პრობლემა შეუქმნა. შაჰმა გააგრძელა ნავთობის მიწოდება დასავლეთის, მაგრამ ნავთობის ფასი გაოთხმაგებინა ოპეკის ქვეყნებს. ირანი იყო ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი. როგორ კაცო, თუ შაჰი არის მარიონეტი, დასავლეთმა მოიყვანა, მისი ხელდასმული ბიჭია, ვის ბრძანებებს ასრულებს, მისი ლაქი არის. როგორ შენი მოკავშირე ასეთი კატაკლიზმის დროს, როცა არაბულმა ქვეყნებმა ემბარგო გამოუცხადეს, სოფლიო ეკონომიკა მზად არ იყო ასეთი შოკისთვის მაშინ. და მისი მოკავშირე ოპეკში გააქვს ნავთობის ფასების გაოთხმაგება ბარელზე.
$3 ღირდა $12 მიყიდა. და რაც არ უნდა ეს იმისთვის მომყავს, მაგალითად რა ნაბიჯების გადადგმა შაქმა დამოუკიდებლობის მიღწევის კუთხით, რომ დასავლეთის ტრანსნაციონალური კორპორაციებისგან გავლენები რო ჩაეხსნა. British Petroleum-დან კონტრაქტის გაწყვეტა 79 წელს, როცა ვადა იწურებოდა გახანძლიობას არ აპირებდა შაქი. ანუ რამდენი დამოუკიდებელი ნაბიჯი გადადგა ირანის სუვერენიტეტისთვის. ახლა იქ რა შეცდომები დაუშვეს, იგი ცნობილია, კორუფცია, რეპრესიები, ეს ყველა რეპრესიულია დავიმახსოვროთ. ახლა ომოსაროში ყველა რეჟიმი არის რეპრესიული. ზოგი პირსისხლიანი, ზოგი ნაკლები. ყველა რეპრესიული. მით უმეტეს არაბული და ეს მუსლიმური სახელმწიფოები. თონერად ვერ იმართება ეს. რა ნაბიჯებიც არ გადავა შახმა, მაინც ვერ ჩამოირეცხა ეს პროდასავლური მარიონეტის ზიარლიკი, რაც მიწებებული იყო. და თქვენ გინდათ ეხლა აბრამსის ტანკებზე შეგრეხინებული მიწი ხელისუფლება თეირანში ის მიიღონ ირანელებმა? ამორიცხულია ხო ჩვენ არ მივიღეთ ქართველები ახლა უცხო ტანკებით იმას შემოსულმას და ირანელების რელიგიური სახელმწიფოს რაღაცა სასულიერო პირებისთვის მასთვის არის ალაჰისადმი დიდი საჩუქარი რომ წამებულის გზაზე აღასრულოს ისოც დაასრულოს თავისი მოწამეობრივი სიკვდილი გამართებულია განდიდებული შაქედი გახდეს ხო და არ ვიცი ეს ძალიან ფული ვითარება ამ ვითარებით იმიტომ ამ მიმართულებით იმიტომ ირანმა რაღაც უნდა მიიღოს წამოვა დათმობებზე გიჟები არ არიან როგორც ცდილობენ ამის წარმოჩენას საკმაოდ რაციონალურები არიან უბრალოდ რიტორიკა აქვს ასეთი ეს ყოველთვის დამახასიათებელია მაგ რეგიონის მაგას რაჭით არ ვიცი მაგრამ გადახედეთ ყველა ესე ესე ეროვნული თვისება აქვს ვერაფერს ვერ იზრდება ხო და ჩვენც არ გვაკლია ხა ჩვენ კომენტარებს რო გადავხედოთ რა დღეში ვართ ლამის კიდევ კარგი ფირთული ბომბი არა გაქვთ ჩვენ იმას დავარყავდით აქან არაფერი არ ჩამორჩება ჩვენი მოსახლეობას ამ მიმართულებით ხო ბატონოს ისე კარგად გაიხსენეთ რამდენ მართლა დიქტატორულ რეჟიმს უჭერენ დღემდე რა საუდის არაბეთი რა გუშინ წინ პირობითად თავს კვეთდნენ ცენტრალურ მოედანზე ხო იყო ეგეთი ალჯოლანის რო ტრამპი მიიღებს და ახლა რო ეტყვის მე ევროპაში რო ჩავა კიდე და ნუ ორმაგი სტანდარტები მოკლედ მათი მოგონილია ეხა გადავიდეთ ბატონო ვალსილ უშუალოდ კავკასიის რეგიონზე და საქართველოზე აი ეს ყველაფერი ადრე თუ გიან ალბათ მაინც მოლაპარაკები დასრულდება იმის დაჯერება არ მსურს რომ ეს გრძელვადიანი ომი იქნება იმიტომ რომ ეს მართლა დაანგრევს არა მარტო რეგიონს არამედ მთელ მსოფლიოს მოედება როგორ ფიქრობთ ისევ და ისევ საქართველოს დაემატება გამოწვევები იმის გამო რომ რეგიონში ასევე არანაკლებად ძლიერი ძველი იმპერიის ამბიციების მქონე სახელმწიფოა კონკრეტულად თურქეთი. აი როგორ უნდა ვილავიროთ? მით უმეტეს თქვენ ახსენეთ აღმოსავლეთ დასავლეთი დერეფანი, ჩრდილოეთ სამხრეთი დერეფანი. ჩვენზე გადის ეს ყველაფერი და აქვეა თურქეთი. აქვეა ირანის ამბიციები. ხო. კარგი, ყველაზე ცუდი სცენარით ახლა დავუშვათ ირანის დეცენტრალიზაცია. ხო, ის ერთიანი ვერტიკალით ჩამოშლა და უმართავი პროცესების დაწყება. ახლა ირანის შემთხვევაში რას უნდა იცოდეს მაყურებელმა ეს რას ნიშნავს? ასე იგი, თუ მოხდა ეს ასეთი დეცენტრალიზაცია სირიის მსგავსად, საკმაოდ რთულია. აი, ერთ-ერთი ურთულესია, მაგრამ გამოსარიცხი არაფერი არ არის. ხდებოდა ისტორიაში ასეთი რაღაცები. დღეს უკვე იმის გამორიცხვაც არ შეიძლება, რომ ვინმე ბიხუბონს გამოიყენოს. იმიტომ რომ აქვს გამოცდილება გამოყენების არის სახელმწიფო. ვიცი, იმიტომ რომ ვის რა მოუვა თავში არავინ არ იცის და ირანის დეცენტრალიზაცია თუ მოხდა ეს რაც გამოიწვევს, ესე იგი ირანის ეს პროვინციები გადავა ფანატიკოსის საველე მეთაურების ხელში. სხვადასხვა კონფიგურაცია. ვინ ვისთან რა იმაში იქნება დამოკიდებულებაში. ნუ ახლა ერთიანი ორგანიზმია ეს გუშახთა კორპუსის სასულიერო პირები და ამიტომ მაინც მიძნელდება ამის პროექცირება დაუშვათ რომ დაშვებაც კი გასაგებია. ხო, დაშვებასაც ვერ უშვებ, მაგრამ რომ მოხდეს ახლა გუშახთა კორპუსი იმიდან ისფაჰანის პროვინციიდან არ შეებრძოლება
აზერბაიჯანის პროვინციის გუშაქთა კორპუსის იმას, ხო? რას ერთი ორგანიზმია. მაგრამ გარე ძალებისთვის რა იქნება? საფრთხე იქნება თავისთავად ახლომდებარე სახელმწიფოების, იმიტომ რომ შურიზიების კუთხით ისინი იერებს მიიტან იმ სახელმწიფოების და იმ სამხედრო და სხვა ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც ისინი ჩათვლიან დიდი როლი შეასრულეს ირანის წინააღმდეგ, თქვათ, ამ დეცენტრალიზაციის საქმეში. პირველ რიგში ეს იქნება არაბული ქვეყნები. პირველ რიგში. მეორე კუთხით, ახლა საკმაოდ რთულია მაინც დეცენტრალიზაციის მე მიმაჩნია საკმაოდ ბოლოის ვარიანტი, რომელიც განხორციელდეს. საკმაოდ რთულია და წარმოდგენაც მიჭირს ვინ ვის წინააღმდეგ, იმიტომ რომ სირიის შემთხვევაში ეს გასაგები იყო, სუნიტური უმრავლესობა აუჯანყდა ალავიტურ უმცირესობას. იემენშიც გასაგებია იქ ტომობრივადაა დაყოფილი, ლიბიაშიც გასაგებია ერთიანი ლიბიელი ნაცია არ არსებობს, იქ სხვადასხვა ტომები იყო, კადაფია ვარხალა და სხვადასხვა ტუარეგები და ასე შემდეგ. 140-ისა ტომი ლიბიაში, ერთიანის არა. ირანში რამოდენიმე ეთნიკური ჯგუფი არის, მაგრამ მეკითხავთ რომ ირანს მართავენ ორი მსხვილესი ეთნიკური ჯგუფი. ეთნო რელიგიური ხო ჯგუფი, ერთი რელიგია აქვს მაგათ ჩიზი. ირანელი, აზერბაიჯანელები და სპარსელები. შემდეგ მოდის იქ ქურთები, სუნიტები და შიიტებიც არიან და ბელუჯი სუნიტები. მაგრამ არ არიან ისინი იმდენად რაოდენობრივად რომ რაღაც ის შეცვალა. შიდა ის პრობლემების შექმნა შეუძლიათ, მაგრამ ამით პოლიტიკურ ამით ვერ შეცვლიან. გასაგები. ძნელია ჩემს ამით წამოდგენა, მაგრამ ირანის აი ესეთი ქაოტურ და პერმანენტულ აი ამ კონფლიქტურ სიტუაციაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ საბაჭრო გზების მარშრუტები გადაინაცვლებს ოდნავ ჩრდილოეთ ამ რეგიონიდან, ანუ სამხრეთ კავკასიაზე. სახმელეთო გზა არის მხოლოდ 3 ამ მიმართულებას, სახმელეთოს. ყველაფერი ზღვა და საჰაერო იმით გზით ხორციელდება. რუსეთი, მაგრამ რუსეთის მდგომარეობა ვიცით უკრაინის და ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორი ის არის. ირანთან ხედავთ რაც ხდება და სახმელეთო საათ ცენტრალურ აზია უდიდრესია ენერგორესურსები. გადის სამხრეთ კავკასიაზე. ამ ვითარებაში ჩდება ასეთი მაინც კითხვა, რას მოიმოქმედებენ სოფლიო და რეგიონულ წამყვანი სახელმწიფოები, რომ ეს მიმართულება სამხრეთ კავკასიის მათგამი უფრო ლოიალური, ახლა პირდაპირ კონტროლი შეიძლება არა, მაგრამ აი მათგამი უფრო ლოიალური მათი ინტერესების გამტარებელი გახდეს. თქვათ, დაბლოკოს სხვადასხვა არასასურველი სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საკომუნიკაციო პროექტები მათი ინტერესებიდან გამომდინარე. იქნება კანაკლის პორტი, სხვა პორტი, რაღაც ასეთი მიმართულება, ჩრდილოეთ სამხრეთ დელეფანი. ანუ ეს არის ზუსტად ეს მომენტი გასათვალისწინებელი და შესასწავლი. ვინ რას მოიმოქმედებს, მაგრამ ინტერესები რომ გაიზრდება და უკვე იზრდება. ეს გასაკური არ უნდა იყოს, საკმაოდ ლოგიკურია. ტვირთები ცენტრალურ აზიიდან როგორ უნდა წავიდეს ევროპაში. ზღვასაც ზღვით როგორ უნდა წავიდეს. ზღვასა და აი არ აკავშირებს ზღვა. კასპიის ზღვა და საჰაეროთ ხო არ ხორციელდება აი ამ იმის ყოლაბინის ხო სავაჭრო იმის საკითხების ხო გადაადგილება წიაღისეულის გატანა ხო? უჭირდებათ სატრანსპორტო გადის აზერბაიჯანი საქართველოს გავლით. ისე დააკვირდით აიგი რომ ეს ჯერ კიდევ როდის იყო 10 ცოტა მეტი წლის წინ 2015 ასე წლებში საქართველოს იყო ჩამოსული თურქმენეთის მაშინდელი პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი. აქ იყო ჩამოსული. არ მახსოვს ეგ ვიზიტი. ხო და 15 წელი იყო თორცები ზაფხული. ოდიში მაპატიეთ 15-16, მგონი 15 იყო. თუ 14, აი ამ შუალედში იყო ერთი სიტყვით და მან ასეთი რამ განაცხადა, რომ თურქმენი დაინტერესებულია თურქმეთის გაზი და თურქმეთი მსოფლიო ხუთეულში შედის. გაზის მარაგები. ესეც არა ჩამოსაწერი სახელმწიფო ამ ნიშნულობით, ხო და ევროპის რომ თურქმენი დაინტერესებულია თურქმენული გაზი გაუკავშიროს ევროპას, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს გავლით და ასე შემდეგ.
მეორე დღეს მოხდა რუსეთის მხრიდან ეს ახალგაზრდული თოთსავი ოკუპაცია. 200 მეტრი რჩებოდა ამ ცენტრალურ ავტომაგისტრალს ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მიერ. რატო გაიკეთებინათ ერთი პირით ადრე, ერთი თვით ადრე, ან ორი თვის მერე, რატო იმის მიანიშნეს. რომ მსგავსი პროექტების განხორციელება არასტაბილური იქნება. ბერკეტია რუსეთს ამ შემთხვევაში. და შემდეგ მე მანამდე მქონდა სტატიაში დაწერილი უზბეკეთის გამომცემლობასთან, სადაც ნახსენები იყო, რომ რუსეთი უფრო მეტ გადაიხდის, უფრო მეტი თანხის გადახდა თურქმენულ გაზის შესყიდვაში, რომ მისი მილებით გაუშვას ევროპაში, ვიდრე დაუშვას შესაძლებლობა, რომ კავკასიით გაიაროს. და ასეც მოხდა შემდეგ. ეს გააკეთა რუსეთი. იმიტომ რომ თურქმენეთი ასეთი წამყვანი სახელმწიფო თუ დაუკავშირდება დასავლეთ საქართველოს გავლით, აზერბაიჯანის საქართველოს გავლით მილებით და მიაწვდოს აქ ისეთი ტრანსნაციონალური კორპორაციების ინტერესები იქნება ჩაქსოვილი რეგიონში, ამათი ასე წაყირავება და იქ ცოცხალი ოკუპაცია არ გამოვა. იქ სხვანაირად მოგთხოვენ მერეში პასუხი. იმიტომ რომ მათი გავლენები სოფლიო პოლიტიკაში მე ვფიქრობ, იმათ უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე ბერმთავრობას. ისინი არიან ის რუხი კარდინალები, ასე რომ ვინც რეალურ პროცესებს განაგებენ, მათი ინტერესები და ისინი თავიანთ ინვესტიციებს დაიცავენ. როგორ ახლა ასეთი სოფლიო ხუთეულში შედის გაზის მარაგებით, ეს მილების გაყვანა საქართველოს მეშვეობით, ერთი რა მოგების მომტანი იქნებოდა ჩვენთვის, ხო? მნიშვნელობით და გარანტიების თვალით. გარანტიები პირველი. მაგრამ ეს ასეთი პროექტების ნიველირება, გაბათილება უნდა მოხდეს ჯერ საწყის ეტაპში. ავიხსენოთ იგივე ნაბუკო და რამდენი რაღაც იყო, რომელიც აგახორციელა ჩაიშალა. მიდის ბრძოლა ან რესურსების უშუალოდ კონტროლის მოპოვებაზე, ან ისეთი ლოიალური მთავრობის ხელისუფლებაში მოყვანაზე, ვინც შენ სარფიანად მოგყიდეს ამას და შენთან უფრო კარგად იქნება. ან მისი ტრანსპორტირების გზაზე, იმიტომ არანაკლებ მნიშვნელოვანია სატრანსპორტო სავაჭრო გზებზე კონტროლი. იმიტომ რომ ეს რესურსები ხონდა გაიტანო რაღაცნაირად. ტელეპორტით ხო არ ხდება ამათი გადაზიდვა, ან საზღვაო, ან საჰაერო, ან სახმელეთო გზა, ეს სამი გზა. გვირაბით ჯერ არ უსწავლიათ ამის რესურსების გადატანა. ხო და ხდება მერის კონფლიქტები, რომ სადაც კონფლიქტი დაიწყო, ეს პროექტი ჩაიშალა, სარკინიგზო გზის განხორციელება ვერ ხერხდება. სავაჭრო გზებიც ჩაიშალა, აგერ ირანის შემთხვევაში აბრეშუმის გზა, ჩრდილო-სამხრეთ ერეფანის გზა. იქით სოფლიო ეკონომიკის რაზიანია უდგება სრუტის გადაკეტვით, ბლოკირებით, ხედავთ ამას, როგორ სოფლიო ეკონომიკაზე როგორ მოქმედებს, ნავთობის ფასი როგორ დახტუნავს, ხო იქით-აქით. ხო და ასეთ ვითარებაში თავისთავად პრიორიტეტული ხდება ჩვენთვის, რადგან ჩვენს რეგიონზე ახლა საუბარი ყურადღების მიქცევა ამ საკითხებისადმი და არაპოლიტიკური ვაჭრობა ამ ჭალებში პოლიტიკოსების მხრიდან. არამედ რეალური ინტერესები რა უნდა გქონდეს საქართველოს და რისის შეთავაზება შეგვიძლია ჩვენ. იმიტომ რომ ასეთი შანსების ხელიდან გაშვება, არ სხვა რა უნდა შევთავაზოთ მეტი ახლა ჩვენ სამრეწველო დერჯავა ვერ გავხდეთ. ახლა ტვინის არ უნდა წავიღოთ ამ იმით, კაცო, იმ ყურძენით და იმით ღვინის გაკეთებით, მეტი არაფერი არ შეგვიძლია. ხო, მისაქცევია ამისთვის საჭიროა საქართველოში იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კვლევითი ცენტრი, მაგრამ არ ჭირდებათ ეს არც ერთ ხელისუფლებას, ყველა ჭირდება მეხუთბე ექსპერტები. მათ დაკრულზე და ახლა იცვლება ხო ხელისუფლების მარადულები არ არიან, მაგრამ საქართველოს ხო რჩება კაც რეგიონში მიმდინარე პროცესები არ უნდა შეისწავლოთ. თურქეთში რა ვითარება ეკონომიკური სხვა მიმართულებით იგივე რეგიონში. იმიტომ უშუალოდ გვეხება ჩვენ მოსახლეობა საიდან უნდა შევიტყოთ ეს? BBC News-იდან უნდა შევიტყოთ, ადგილობრივი ჩვენ არ უნდა გქონდეს? კვლევითი ცენტრები გააჩნია თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ირანს, რუსეთს. ჩვენთან რა არის? არაფერი, რამოდენიმე კვლევითი ცენტრი, რომელიც დასავლეთის ვისი დაკვეთებს ასრულებს. ფართო მოსახლეობის უცნობია. ერთი დეზინფორმაციას ეწევა, მეორე დეზინფორმაციას ეწევა. ეს ხალხი ისედაც აი ამ ძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე
ვერ ღებულობს სათანადო განათლებას, არ აქვს დრო უნდა იმუშაოს დასამსახურში. და ასე შეყურებს ერთ მეორეს რომელს დაუჯერებს, როცა ყველა აბოლებს. ნამდვილი ინფორმაცია რომ მიაწოდოს რომ რაღაცა გაიგეზოს რა ხდება რეგიონში. ამ მიმართულებით გასაკეთებელი ნაბიჯები უნდა გადაიდგას რომ არცად არ წავა ახალმოსავლეთი, არასდროს არ მოგვაწყდეს, პირიქით, ეხლა იწყება ყველაზე საინტერესო პროცესები. ასეთ ვითარებაში არ უნდა გაუჭირდეს სახელმწიფოს ასეთი საქმის გაკეთება, რაც ქვეყანას წააგდება. ანუ ეს ის გამოწვევა არ არის, რაც საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია რომ მოაგვაროს, ხომ ეგრეა? ამ ფეხი აუბას. არა, ჩვენ ამის მონაწილეები არა ვართ, უბრალოდ ანუ პროცესის მონაწილეები უბრალოდ, მაგრამ ჩვენ გვეხება ეს. რეგიონს ვესაზღვრები. აგერ ჩვენ და დამოუკიდებლად მოხდა ეს ვითარება. ეს ხო ჩვენი გადაწყვეტილი არა იანის ირგვლივ ეს საკითხი ასე შექმნილიყო და ეს სრუტე გადაკეტილიყო, მაგრამ ხო შეიქმნა, ხო? ერთი დიდი მოთამაშე რეგიონის მეორე დიდ მოთამაშეს ასე დაუპირისპირდა. და ამას აქვს სხვა შედეგები. ძირითადად უარყოფითი ექნება სოფლიო ეკონომიკაზე, მაგრამ დადებითიც რაღაც ახლავს. ის რომ მიმართულებები იცვლება სატრანსპორტო გზით. და ამ იმაში უნდა ჩაჯდე, იცით რა შეესახმე? ეს მიმართულებები რომ შეიცვლება, ხო რაღაც ნაკადი და ინტერესები აქედან მოინაცვლოს სამხრეთ კავკასიაზე. შენ დაამტკიცო რომ ხარ გრძელვადიან პერსპექტივაში სანდო პარტნიორი. იმიტომ რომ მე არავის არ მოუნდება შენთან უკვე აწყობილი ქსელის გადახედვა. ამ მიმართულებით რომ ირანის საკითხი მოგვარდეს და დამშვიდეს და უმყარესი გარანტიები რაღაც დაიდოს. აქ უკვე აწყობილი ექნება. იქაც გააბამს რაღაც კავშირებს, იქით, მაგრამ აქ უკვე აწყობს ამ ინფრასტრუქტურას და კავშირები ექნება. რატო ჩაშლის ამ მიმართულებით? გიჟი ხო არ არის. თან იქ წონიანი მოთამაშეები არიან, ყველაზე რა იქნება არავინ არ იცის. კი ბატონო. და შეეცდებიან ამ მიმართულებითაც. აგერ თუნდაც ავიღოთ ზანგეზურის კორიდორზე რამდენი ის იყო დაწერილი. ყველაზე გაიხსნება საქართველოს ჩამოიწერენ რაღაცა, არ ვიცი, განაჩენი გამოუტანეს ამ ვითომ ექსპერტებმა ჭალებში. აგერ ირანში რა ვითარება, სადაც ზანგეზურის საკითხი. ვის გაახსენდა საერთოდ? ესე იგი, ირანის საზღვრებთან, თვითონ ირანის სტაბილურობა პირდაპირ დაკავშირებულია ამ სატრანსპორტო გზის გახსნაზე, ხო? რა ზარზე იმით იყოს, რომ ის ტრამპის მარშრუტი დაერქვას და მოკლედ რაღაც იმიდან იუსტინიანეს, იმპერატორ იუსტინიანეს და ოქტავიან ავგუსტოს პირედან ისეთი რაღაც კულტის ის აქვს ამ ადამიანს მიდრეკილება, რომ მისი სახელით რაღაც დაერქვას ტრამპის კულტი რაღაც. ნუ ეს არასერიოზულია ასეთი რაღაც. რა თქმა უნდა. პირიქით ახლა ირანი ერთ-ერთი ისაა, ძლიერი მოთამაშე რეგიონში დასუსტებული, მაგრამ ჩვენ ხო ყოფნის მისი გავლენები გაც. ხო და აქ ტრამპის მარშრუტს ვარქმევი ირანის გამოწვევას იცით თუ ხარს რომ იმას წითელ იმას პლატოქს აუფრიალებ. აი ესე ხდება ამის გამოწვევა. როგორც ჩანს ირანი თუ არ იქნა სტაბილური ამ გზის განხორციელებას არ უწევია გზა. იმიტომ რომ დაიწყო განხორციელება ეს ხო ირანის საწინააღმდეგოა ისედაც. იმიტომ რომ ირანი იქ სარგებლობს არ ღებულობს. გავლენები მისი სუსტდება. და ირანსაც დიდი ეჭვები აქვს რომ ამ გზით ნატო დაუკავშირდება იქით ცენტრალურ აზიას. მედი გადაარწმუნე ირანელები. ხო შეიძლება მე ბალისტიკური რაკეტები ამ მიმართულებით წავიდეს. მაშინ როგორ უნდა ჩაანაცვლოს ზანგეზურის კორიდორმა საქართველოს. ხო. სად არიან ახლა ის ექსპერტები? რას იძახიან ამ ზანგეზურის კორიდორში? ჩამოხსნა საქართველოს? ჩამოწერა? ზანგეზურის კორიდორი არის დამატებითი ალტერნატიული გზა, რომელიც აზერბაიჯანი ცდილობს რომ განახორციელოს. და ლოგიკურია მის ადგილას აზერბაიჯანის ადგილას ჩვენ ისე მოიქცეოდით, იმიტომ რომ ცალკე არის ნახიჩევანის ექსკლავი, რომელიც უშუალოდ აზერბაიჯანს არ იკავშირდება. ერთი სახელმწიფოა, მაგრამ ყოფს რამოდენიმე ათეული კილომეტრი, 30 კილომეტრი თვალწები მის დედა ტერიტორიას ამ დიდ აზერბაიჯანს. ის ნახიჩევანი. ჩვენც იგივე შევეცდებოდით, მაგრამ ამ ათეულობით წლებით გამოცდილ საქართველოს მარშრუტს ვინ ჩამოწეს, რამდენი მილიარდი აქვს ჩადებული ან თურქეთს ან აზერბაიჯანს, ხო სრული აბსურდია. დამატებით იქნება თუ მოუწევს განხორციელება. ჯერჯერობით დაპაუზებულია, იმიტომ რომ ირანის საკითხს არ მოგვარდება ამ გზის ბედი, բայց ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. მუნდოვანია. მუნდოვანი. ხო, აქ თურქეთი ახსენეთ ახლა.
მადები გაიხსნე. თავი ირანი არის იყო, მაინც იყო, ნუ ახლა არის ჯერჯერობით, ხო? ყველაზე გრა იქნება ეს არის. დიდი ალბათობით იქნება და რეგიონალური. ირანი აბალანსებდა არაბულ რადიკალის ნაციონალისტ ან ექსპანსიონისტს დავარქო იგივე თურქული იმაზე თურქები ხო თურქულ ექსპანსიონისტს მადებს ეს მოთამაშე თუ გამოთიშა ვინ დააბალანსებს ამას ვინ დააბალანსებს არაბულ ქვეყნებს რომლებიც ირანის უფრო დიდი შიში აქვს ვიდრე ისრაელის შემდეგ ირანის განადგურებით რას გააკეთებენ როგორ ისწავლენ დალაგდებიან დამშვიდებიან ყველაფერი კარგად იქნება თუ სულ გადანაწილების ახალი ექსპანსია დაიწყება თურქეთი მერე სამხრეთ კავკასიის მიმართ ვინ შეაკავებს ზანგეზურის კორიდორის ბლოკირებას ხო ირანის კისერზე იყო ამდენი წლის განმავლობაში თორე ირანის ფაქტორი რო გამორიცხო ვინ შეაკავებდა იმ ყარაბაღის მეორე ომის შედეგებიდან გამომდინარე ვინ შეაკავებდა თლიანად არ წაიღო სინიქის ოლქი ვინ შეაკავებდა რა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურება რა იმას მოედებიან ეს არის უბრალოდ დანამატი გეოპოლიტიკურ თამაში რომელიც ემსახურება კონკრეტულ ამოცანებს თორე სადაც საჭირო იყო იქ ხმა არ გამიგია მემათი და სადაც არა საჭირო მაგრამ მათი ინტერესებია იქ იღებენ ხმას ორმაგი სტანდარტი აგერ მარტივ მაგალითს მოვიყვანთ ყველაფერი არის გადამოწმებადი ახლა რასაც ვიძახი გამე იმას ჰაერი და მოტანილი იმას არც კი არ ვაფქო 75 წელს Amnesty International-ის გენერალური დირექტორი მარტინ ელიასი თუ არსები არ მახსოვს რომელი იყო ყოველწლიურ ანგარიშში წერია რომ არც ერთი სახელმწიფო დედამიწაზე ისე არ არგულს ადამიანის უფლებებს როგორც ირანი 75 წელი ირანში შახია დასავლეთის მოკავშირე არ დაგავიწყდა 73 წელს რა გააკეთა შახმა ნავთობის ნაციონალიზაცია და ნავთობის ფასების იმ ემბარგოს პირობებში გაუთმაგება. შედალოცულო 75 წელს კამბოჯაში პოლ პოტი გენოციდს აწარმოებდა. წითელი ქმერები, მაოისტები, ჩინეთის მიერ მხარდაჭერილი. უგანდაში დიქტატორი იდი ამინ დადა რა ტერორისტული მეთოდებით მართავდა ეს დასავლეთის ცნობილია. ირანი იყო პირველ ადგილზე. ანუ ასეთი აბსურდული ის შეიძლება რაცო ეს ხო ყველა ქვეყნის შეჯამება იყო და არა კონკრეტული რეგიონის თან განცხადებას დაგვეძ რეგიონის ის არ დაუსახელებიათ იმ რაპორტში სოფლიოში ახლომოსავლეთში რო ეთქვა კიდევ შეიძლებოდა შეკამათება სოფლიოში და 75 წელს რა ხდებოდა კამბოჯაში მოიკითხონ ერთ ანუ რა გამოდის რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები ყოველთვის მაინც სანდო არ არიან ჯობია გადაამოწმო მაინც მე არ ვიძახი ყოველთვის რომ იტყუებია მაგრამ ამ შემთხვევაში ლოგიკური ის ნიშნება კაცო მე ხო ირანს ვიკვლევ და შახის მართლობას კარგად მოს შესწავლი და გამიშტეს ლოგიკური ხო კაცო მთელ მსოფლიოში როგორ არგოდა ადამიანის უფლებებს კამბოჯაში რა ხდებოდა კაცო არ გაინტერესებს იგივე ეს ხება აი ამ განცხადებებს ჩობია ყოველთვის გაფილტრო და ვიდრე მიიღო თქვა იმ რეალობად რომელსაც იასახებენ რომ პროპაგანდა ორივე მხრიდან ირანის მხრიდანაც ხო სასწაული პროპაგანდა ხო და დასავლეთის მხრიდან გასაფილტრია მაინც ამიტომ ნუ მივიღეთ ხედულობაში რომ ერთმა რო თქვა ეს 100-ია დააკვირდით რატო ითქვა რა კონტექსტში ითქვა აგერ თუნდაც ავიღოთ აგერ ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციები 43000 ადამიანი დახოცა ირანის რეჟიმში 43 შახის რეჟიმი ისე სადმე გამოქვეყნდა ბატონო ვასილ რეალური მსხვერპლი თუ გამორიცხულია მაგას რამოდენიმე 1000 აქვს ირანის ხელისუფლებას დადასტურებული აბას არაღჩის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათქვამი 3000 თუ 3000 რაღაც იყო და ცოტა არ მახსოვს 3500 შეიძლება როგორც ხელისუფლება იძახეს იქ ორჯერ სამჯერ ნაკლები უნდა იყოს როგორც ეს ნუ მინიმუმ მაინც შეიძლება არ თქვის იმიტომ რომ ირანის შემთხვევაში ბევრი რაღაც ასეთი ესე იგი დემონიზირებული ფაქტები შემოგვდრია აი შახის პერიოდზე 100000 დახოცაო შახის რეჟიმმა 51 წლიდან
მერე თვითონ ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ სასულიერო პირები, შექმნეს სპეციალური ფონდი ბონიადი შაჰი, რომლის მოვალეობაში შედიოდა შახის რეჟიმის დროს რეპრესირებული მოკლული ადამიანების, მათი ოჯახების დატოვების სიმბოლური მხარდაჭერა, რომ ეს ეჩვენებინათ სოლიდარობა მხარდაჭერა ახალი ხელისუფლების. რამოდენიმე წლიანი კვლევების შედეგად 2 ტომი დაიწერა და ამ ბონიადი შაჰედის დირექტორი, ხელმძღვანელობდა იმას, ფანატიკოსი რელიგიური იყო, აქტივისტი, შაჰის მოწინააღმდეგე, იმად ალდინ ბაყი. მე ემიგრაციაში გაიქცა, მაგრამ რატო გაიქცა? ეს წიგნები არ გამოაქვეყნებინეს, იმიტომ რომ მე რევოლუციის დროს ჯეროდა რომ შაჰის დროს ასობით 1000 იქნა დახოცილი. მაგრამ თლიანად 1951 წლიდან 78 წლის მიწურულამდე 5500 არ გადასცა სოთა რაოდენობა. 5500 ეს არის ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ახალი ხელისუფლების მიერ დადგენილი საგამოძიებო კომისიის დასკვნით. სახელი და გვარი ხო არ სწორედ დაღუპეს. მილიონი რატო არ დახოცა, რატო არ ჯერათ? ხო შეიძლება მილიონი ყოფილიყო, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთი. მაგრამ სახელი და გვარი არავინ არ იყო. და აი ამ 5500-დან 80%-ზე მეტი იყვნენ მემარცხენე ტერორისტული დაჯგუფება მოჯაჰედინ ხალკი და ფედაინი ისლამის ბოევიკები. ბოდიში მომიხდია ჩვენი ხელისუფლებაც თურქეთის, ჩინეთის და იმისი ბრიტანეთის ვინც იარაღით შეებრძოლება ხელისუფლებას იმას გაანადგურებს კაც. ის არ ითვლება რეჟიმის მსხვერპლად. ხოდა იგივე იყო ირანში. ხოდა რა გამოდის ესე იგი შაჰის რეჟიმის მსხვერპლად რაოდენობა იყო რამოდენიმე ასეული 40 წლის განმავლობაში? და ახლა ამ შემთხვევაში აქ ეს ხელისუფლება, ანუ ახლა უფრო მკაცრი რეჟიმია, ახლა ეს საქმელი შაჰის რეჟიმთან შედარებით უფრო მკაცრი მეთოდებით მართავს. იქ უფრო მეტი მსხვერპლია აი ამ ხელისუფლების პირობებში რო დათვალოთ თვითონ რაც ხელისუფლებაში მოვიდა. უბრალოდ 43000 არ ვიცი, ფანტასტიკური ციფრი მგონია, არა გამორიცხული, მაგრამ ფანტასტიკური მგონია. მით უმეტეს ხედულობაში მიმაქვს ის, რომ ტრამპი რო საუბრობს მოლაპარაკებების კარგად მიდის, რომ მე ცუდად მისო, თუ ირანთან ხელშეკრულება შედგა, ეს სათქრება, ეს განცხადება ტრამპის პირისმიერ გაჟღერებული 43000 თუ დახოცა ამ ხელისუფლებასთან აწერ კაცო, ესესლიან იმასთან დიქტატორებთან ხელს, სამშვიდობო იმას. ესე იგი რა გამოდის ეს პოლიტიკური მასში იყენებდი რიტორიკაში? თუ ასეა მაშინ ბოლომდე უნდა მიაწვო და გაანადგურო, ხო? ასეა ხო ლოგიკურ აჭრა. კი ბატონო, ეგ არავის აინტერესებს მერე უკვე. ეს გამოჩნდება, აგერ თუ სამშვიდობო იმას ხელშეკრულებამდე მივიდნენ და შეთანხმდა. მე მაინტერესებს ეს მომენტი სად გაქრება და ამას როგორ გააправებენ, როგორ გამოვლენ აქ. მე ჭუმაქრო საერთოდ მაგ თემაზე აღარ დაუბრუნდებიან ნებისმიერ შემთხვევაში. კი ბატონო, ახლა როცა ჭირდებათ, მაშინ ახსენებენ ადამიანის უფლებებს და ესეა. დაუპულების იმას რა უნდა უთხრა მე. რა აქვს ამას მნიშვნელობა თუ თავარია good deal, ხო? სარფიანი გარიგება. Good deal, ხო, good deal. ბატონო ვასილ, მოდი ესე ვთქვათ, ვიმედოვნოთ, რომ რას თქვენ ახლა საფუძვლიანი და ღრმად პროფესიული ანალიზი წარმოგვიდგინეთ. ამის საფუძველზე მეც მინდა რომ შემოგიერთვეთ იმ პათოში, რომ არავის არ აწყობს ელემენტარულად ირანის სახელმწიფოს დაშლა, როგორც ეკონომიკურად, ასევე უბრალოდ გადარჩენის მიზნით, ანუ ფიზიკური არსებობის კითხვის ნიშნები გაჩნდება რეგიონში, ზოგიერთ სახელმწიფოში. შესაბამისად, ეს მე მგონი არავის არ აწყობს და ამერიკიდან კიდე იცით როგორც ჩანს, რომ უკვე ტრამპი გადასული არის ესე ვთქვათ, სახეშენარჩუნებულმა დატოვოს ირანის კონფლიქტი, იმიტომ რომ ამერიკაში ელის თეთრსახს დიდი გაბრძოლება არა მარტო შემოდგომამდეც იქნება, შემოდგომაზე იცით ხო არჩევნებია და მოკლედ მთელი ბატალიები ელით 28 წლამდე. ასე რომ მეც გიერთდებით იმ აზრში, რომ ომი მაინც ხელშეკრულებით დასრულდება, ირანი ალბათ დიდი ალბათობით შეინარჩუნებს რეგიონალური მოთამაშის სტატუსს, თან
გინდა არ გინდა გამარჯვებულიც და იმედია ეს ყველაფერი საერთო ჯამში ხელს შეუწყობს რეგიონში ძალთა ბალანსს. რითაც ჩვენმა სახელმწიფომაც უნდა ისარგებლოს აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონო ვასილ ამ პათოშიც გეთანხმებით. და ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგახსენოთ რომ მე ვიცი თქვენი გრაფიკი, მით უმეტეს თბილისის დროით უკვე 11:30 იყო რომ ჩავერთდე და აი რამდენი ხანია უკვე და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებ და თქვენი ნებართვი ბატონო ვასილ მაყურებელს მოუწოდებ. მე ვთვლი რომ ეს ვიდეო აუცილებელი არის გავრცელებისთვის, რაც ბატონმა ვასილმა ისაუბრა, ეს ერთ-ერთი იშვიათი ანალიზია, ყოველ შემთხვევაში მე ქართულ ვიდეო და ტელესივრცეში მსგავსი რამ ჯერ არ მომისმენია და თუ თქვენ ემხრობით ამ აზრს, ამ ვექტორს აზრის განვითარების, ვთხოვთ გაავრცელოთ და კონკრეტულად ეს ვიდეო მოიწონოთ, იმიტომ რომ ალგორითმი ასეთი აქვს YouTube-ს, რომ უფრო და უფრო გავრცელდება. ეს არის ჩემი თხოვნა. ბუნებრივია, ვისაც მოგწონთ ის, რასაც ვაკეთებ და ბატონ ვასილის ას თუ ეთანხმებით. ბატონ ვასო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და აი ეს ბოლო ნაწილი, რაც თქვენ ირანის შახის ისტორია განმარტეთ, მე ვთვლი რომ ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფეხლევი უმცროსის ფოტოებით რო დადიოდნენ თბილისში რუსთაველზე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, თუ ხალხმა უბრალოდ წიგნი არ გადაშალა და გუშინდელი დღე არ ნახა რა იყო მეთქი, მაგრამ რას იცავ, როგორც თქვენ ახსენეთ, არც განათლება არ აქვს და არც მომკითხავი არავინ არ არის, რომ მე ამ ბავშვებს და ამ ახალგაზრდებს რამე უთხრას, რომ შვილებო, რატო აკეთებთ ამას, ესე არ იყო. აი ეგ არის უბედურება. საუკეთესო სურვილებით, ბატონ ვასილ. კარგად ამბობთ. შეგებაჭრა.